გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. Როგორც წინა გადაცემაში შეგპირდით, წარმოგიდგენთ ანალიტიკურ გადაცემას. ეს არის ტვინის გასაღების 51 ეპიზოდი. მე ვარ თორნიკე ბაღათურია და წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელ სტუმარს, ბატონი ირაკლი გოგავა, პოლიტოლოგი. მადლობა ბატონი ირაკლი, რომ მობრძანდით ჩვენთან. მადლობა დაპატეჟებისთვის, მოგესალმებით. გაიხარეთ. ეგრევე საქმეზე გადავიდეთ. დავწყოთ. ხო, იმდენი ამბები ხდება თან სოფლიოში და ჩვენთანაც, რომ გავიარო და ერთი რითმი და დავიწყო ჩვენი გადაცემა, რომ აი ამოდენი დღის წინ პრემიერი გამოვიდა და ესეთ განცხადება გააკეთა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაშიო გაორმაგდაო ქსელები. ამაზე ერთი ამბავი ატეხეს, რომ როგორ პირიქითო, ანუ ეს კავშირშიაო ფასების დასთანო რა და როგორ პირიქითო ახალი ქსელები თუ გაჩეს ფასების კონკურენცია იქნებაო და ფასები პირიქით დაბალანსდებაო და ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა თუ ახალი კომპანიები გამოჩნდებოდნენ ბაზარზე რა და აქ არსებულმა კომპანიებმა გააუმაგეს ქსელები და ეს ორი საერთოდ სხვადასხვა რაღაცაა და ხა საქართველოში 3-4 ოპერატორია კომპანიები რომლებიც აკონტროლებენ ბაზრის 90%-ს და კიდე ემატება კარტელური შეთანხმებები ამ ბიზნესშიც და ზოგადად მთლიანად ყველა მსხვილ ბიზნესში საქართველოში რაც არსებობს და ეს უფრო კარგად რო ახსნათ იქნება თქვენ რაც კი ბატონო. მთავრობამ რამდენიმეჯერ მოიცალა, ასე ვთქვათ, ფასების საკითხის მიმართ, როგორც წესი, მანამდე არჩევნებამდე ახსენდებოდათ ხოლმე. წინა პრემიერები დატოქსავდნენ ამ დისტრიბუტორებს და საცალო სუპერმარკეტებს. მაგრამ ეხლა არჩევნების კონტექსტში არ ხდება და ეს უკეთესია, უკეთესი რეალობა. ეხლა ზოგადად რო შევაფასოთ რა ხდება რა, სახეზე გვაქვს ვაჭრების და ხალხის დაპირისპირება. ვაჭრების სურვილია რომ მეტი მოგება იშო ხალხის ხარჯზე, ხალხის სურვილია რომ ვაჭრებს ნაკლები მიცენ და ესე იგი რაც ჭირდებათ პირველადი მოხმარების სურსათი კონდეთ იაფი. ნუ მისაღებ ფასში ასე ვთქვათ. ეხლა იაფად უკვე აღარაფერი არა. იაფად არის ყველი იმაში სათაგურში. სათაგურში ხო. და ეს არ ეხება მარტო სურსათს, ეს ეხება მედიკამენტებს, ყბადაღებული თემაა, ეს ეხება კომუნალურ ტარიფებს, კომუნალურ მომსახურებას, დენი, გაზი, წყალი. განსაკუთრებით კომერციულ ტარიფებს, იმიტომ რომ არალეგიტიმურად მაღალი ტარიფებია კომერციული ტარიფები. თუმცა საყოფაცხოვრებელს გადახედვად შეიძლება და მოგვიანებით ვიტყვი როგორ. ეხლა კარგია რომ მთავრობამ ამ დაპირისპირებაში, რომელიც 1000 წლებს ითვლის, ვაჭრების და ხალხის დაპირისპირება, ეს 1000 წლოვანი დაპირისპირება, ნუ ხალხის მხარე დაიჭირა და ცდილობს რომ ფასები დააგდებინოს ვაჭრებს. ვაჭრები წინააღმდეგობას წევენ, იმიტომ რომ ახლა ნუ მალდივებზე დასვენება, რაღაცა კარგი მანქანა, ყველას უნდა, ხო? ისევ შერჩებათ მაინც ის კარგი მანქანები. არა, კი, მაგრამ კიდე უნდა, ხო, რითმის წინ იყიდა მოძველდა. კაპიტალისტური ეს. ხო. მოგა ეს არის კლასიკური კაპიტალისტური, ესე იგი, მიდგომა, როდესაც ზემოგებებზე, ახლა ზემოგებები როგორ უნდა გააკეთო კაპიტალისტურ სამყაროში. კონკურენცია უნდა მოსპო. და ამას ვაკვირდებით ახლა ჩვენ და როგორ სპობენ კონკურენციას, ესე იგი, რამე მწარმოებელი თუ არის ევროპიდან, ძირითადად 80%-ზე მეტი შემოდის იმპორტული სურსათი, ხო ჩვენთან. ჩვენ გქონდა სხვათა შორის უძლიერესი კვების მრეწველობა, აი 90 წლამდე, 1990 წლამდე, 700-მდე კვების მრეწველობის ქარხანა, დიდი ქარხანა საწარმო მუშაობდა და უშვებდით თითქმის მილიარდ კონსერვს წელიწადში. ეს ყველაფერი დაინგრა, რაღაცას ფრაგმენტულად ვაკეთებთ, მაგრამ ნუ ეს არის მაქსიმუმ 20%. ისიც სეზონურად, ხო? აი პრობლემაა შენახვა, დაუშვათ მოსავალს რომ იღებს ფერმერი, შენახვა პრობლემა, მაცივრები არ გვაქვს. USAID-ის დახმარებით გაკეთდა რაღაც მაცივრების პროგრამა 100 თუ 120 მაცივარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გეგმაზომიერად ვიღაცამ საბოტაჟი მოაწყო და გაკეთდა პატარა მაცივრები. 100 ტონა, 200 ტონა. რომ დიდი წარმოება არ იყოს. ხო, ამ დროს მოგება და ბიზნესისთვის თუ გინდა, უნდა გააკეთო როგორც აქ თურქეთი აკეთებს, ან აზერბაიჯანი 4000 ტონა, 8000 ტონა ლოჯისტიკური მთელი ცენტრია მაცივრებით, საწყობებით და ასე შემდეგ. იქ ძალიან მნიშვნელოვანია სამვენტიляციო სისტემა, მნიშვნელოვანია სამაცივრო მეურნეობებში და საწყობებში, სულსაც რაც ხდება. მოკლედ თითქოს გაკეთდა, მაგრამ რეალურად ხეირი არ არის. ნუ აი შეიძლება 1 თვე, 2 თვით მეც ინახავ, მაგრამ მე მახსოვს ახლა მე ბათუმიდან ვარ და მახსოვს
ამ მანდარინს მაგალითად ციტრუსს, ხო, ინახავდნენ 6 თვე მინიმუმ, 6 თვე მოკრეფიდან, ხო, ნოემბერში იკრიფებოდა და სადღაც აპრილის ჩათვლით მაისამდე მანდარინი საწყობებიდან გამოდიოდა. ნუ ნებისმიერი ციტრუსი, რატომ? იმიტომ რომ სწორად ინახავდნენ. ამ სწორ ტექნოლოგიასაც ეს მაცივრები რაც გააკეთეს ახლა ეს უბრალოდ აგრილებს და დანარჩენი ცირკულაცია და ესე მოკლედ ტექნოლოგიურად არასწორად არის გამართული და მასშტაბის ეკონომია მე ვფიქრობ რომ შეგნებულად ჩააგდეს ეგ მე მომენტი. თქვენ რაც უფასო ყველ მხოლოდ სათაგურშიაო ეგ პრინციპია მანდაც ახლა USAID რატო გაგიკეთეს ისე ხო, იქ როგორ არის, იცი, შეთანხმება არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თურქეთის აგროსექტორში, სურსათის სექტორში, თურქეთის ბაზრის დანამატი, ანუ მათი რეალიზაციის ბაზარი. აი როგორც სპორტებს ყიდულობენ და არამოვიდა მაღალ ტარიფებს ადები, იმიტომ რომ კონკურენცია არ გაუწიოს სხვა სპორტებს, რაღაცა კი, ეგრე არის და ნუ მე მაგალითად ერთხელ ერთი მსხვილი ამერიკელი ფერმერი ჩამოვიდა საქართველოში, მე მთხოვეს რომ დავხვედროდი და ნუ გამეცნო აქაური რეალობა, აინტერესებდა საინვესტიციოდ. ნუ ეს არის მიდვესტიდან, მინესოტადან იყო ეს კაცი. და ნუ რა თქმა უნდა მიადგა თავის საელჩოს, ამერიკის საელჩოს და მოითხოვა რომ აი მე ინვესტირება მინდა საქართველოში და დამალაპარაკეთ რა პროგრამები ამერიკული, რომ ან და მოიხმარო თუ მაწყობს თუ არა და ნუ რა ხელშეწყობა იქნება ამერიკის სახელმწიფო ფონდებიდან და ესე იგი დაალაპარაკეს USAID-ის თურქეთის ფილიალს. ვიდეო ხიდით, სადღაც ანგარეში თუ სტამბულში ოფისი ნუ ეს კიდევ ერთხელ დაურწმუნდა იმაში, რომ ეგ დიდი გადაწყვეტილებაა, ნუ დასავლეთმა თურქეთის ესე იგი რეალიზაციის ბაზარი. ეხლა ფასებს მიუბრუნდეთ ისევ. აი შენ რაც თქვი, რომ იქო ვიღაცებმა გააპროტესტეს, ესე იგი პრემიერმა უთქვა, რომ ბევრი რო იხსნება ცუდია და მაგიტო ზრდებაო. და ნუ ეს როგორ რაც ბევრია უკეთესი კონკურენცია იქნებოდა. მაღაზიის როდესაც სურსათის ვაჭრობას ეხება, სურსათის ვაჭრობა ნებისმიერი მაღაზია, მარკეტი არის მიბმული კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე, ანუ რაიონზე. ხო, მოსახლეობის სიმჭიდროვე, ანუ მე ახლა მუხიანში ხო არ წავალ, არა, საბურთალოზე ვცხოვრობ, მუხიანში არ წავალ. მაღაზიას ნახავ. ჩემს უბანში უახლოეს მაღაზიებთან მივდივარ. და ნუ ეს არის არ აღემატება დაუშვათ 500 მეტრს, ხო, 500 მეტრის რადიუსში. იშვიათად შეიძლება მოხდეს სხვაგანაც და რაღაც შევიძინო, მაგრამ გამონაკლისს შემთხვევაში. ხო, როგორც წესი ვარ, აი 500 მეტრიან რადიუსში მოძრაობ. მეც და სხვებიც ასე. შესაბამისად, ამ 500 მეტრიან რადიუსში არის რაღაცა n რაოდენობის მომხმარებელი, ხო, მოსახლეობა, ხალხი ცხოვრობს, პირობითად 10000 კაცი. ეს 100000 ამ 100000 კაცს თუ ემსახურება ერთი მაღაზია, ის მაღაზია არის ზეწარმატებული, იმიტომ რომ ნუ მისია მთელი ეს კლიენტურა და მთელი მოგებაც მისია. თუ ორი ეს შესაძლოა გაიყოს. ხლაშვაზე თუ არა, ნუ რაღაცნაირად წესით. 4 თუა კიდე იყოფა, 5 თუა კიდე იყოფა და 7 ჩემს კორპუსთან ესე იგი, ჩემი კორპუსი და 2 გვერდითა კორპუსები, ხო, 3 კორპუსი ეს ჩალაგებული. 4 მაღაზია სამ კორპუსში, სურსათის მაღაზია. რა თქმა უნდა, ეს მოსახლეობა ვინც ცხოვრობთ იქ, ხო, ხან ერთში შევდივართ, ხან მეორეში, ვიმახსოვრებთ იმათ ისა აქვთ, ემათ ესა აქვთ და ეს ჩვენი კალათა სამომხმარებლო, ხო, ნაწილდება, ანუ ფულს უნაწილებთ ამ 4-ვეს. ჩემთანაც 6-7 მაღაზია ერთ პატარა უბანში, აი და ნუ ხო გიწევს შესვლა ხან ერთში, ხან მეორეში. შენც ანაწილებ. ეს და ამ დროს იმ მაღაზიას ქირა სახელი აქვს, ხელფასების სახელი აქვს, ბუღალტერის ხელფასი, დირექტორის ხელფასი, განათება, კომუნალურები, ეს სტაბილური არის. ეხლა ერთი რო იყოს, ეს იქნებოდა მეტი, მაგრამ იმიტომ რომ ფართი დაჭირდებოდა ალბათ მეტი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ნუ კონკურენცია უნდა შექმნა და როგორ კეთდება ეს ურბანისტიკაში არის წესი. რომ კონკრეტულ რაიონში, კონკრეტულ უბანზე, აი 500 მეტრიან რადიუსში მერიის ურბანული განვითარების სამსახური არ უნდა აძლევდეს უფლებას ყველას, ვისაც მოისურვებს, რაც უნდა გახსნას. იქნება ეს სურსათის მაღაზია, იქნება ეს საპარიკმახერო, იქნება ეს, არ ვიცი, ატელიე, მეწაღე თუ საათების მაღაზია. აფთიაქი თუნდაც და ნებისმიერ. თუნდაც აფთიაქი, ხო, ანუ
შენ ეს ბიზნესის დაცვაც გამოდის ირიბად და ჯანსაღი კონკურენციაც გამოგდის. ეხლა თლათ ერთი კი არ უნდა გახსნა ორი გააჩნია რამხელა ტერიტორიაზე ვსაუბრობ. ორი რო კონკურენცია იყოს, სამი დავუშვათ მაქსიმუმ, მაგრამ მეოთხე რომ მოინდომებს მისი საპარიკმახეროს გახსნას, იმას უფლება აღარ უნდა მიცე. რატომ? იმიტომ რომ ან თვითონ წააგებს და დაიხურება და შენ რა შეგაწყობს ახლა შენ მოქალაქე მიზარალოს და დაიხუროს წავიდეს. ან კიდევ სხვას დახურავს თუ ამან კარგად იმუშავებს. განაწილდება რა ხო. აი ეს სახელმწიფომ და განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ. აქედან გამომდინარე ეს კონკრეტული 10,000 კაცი ივაჭრებს 2 მაღაზიაში თუ 7 მაღაზიაში, რა თქმა უნდა აძვირებს საერთო ჯამში პროდუქტის თვითღირებულებას საოპერაციო ხარჯების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მასშტაბის ეკონომია აღარ არის, კლიენტები უჭირთ, სულ ზღაფავენ და დიდ ქსელებს სხვათა შორის ჩვენთან ვინც მუშაობს დიდი ქსელები, ხო? მათ ურჩევნიათ, რომ წამგებიანი ობიექტი შეინახონ სხვა მომგებიანი ობიექტების ხარჯზე. ხო. იმიტომ რომ კაპიტალიზაცია ეზრდებათ, იქ ეკონომიკური პარამეტრებია, რომელიც ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მთავარი ბრუნვაა და სესხის უკეთესი პირობები აქვს. ან შეიძლება ვიღაცა მიფიქროს და დავუშვათ აქციები გაიტანოს ვარშავის ბირჟაზე, ახლა ლონდონს ვერ მოახერხებენ ესენი ამ დონით, მაგრამ ვარშავის ბირჟაზე თავისუფლად შეიძლება. მე ვიცი მაგალითად უკრაინული ქსელები ვარშავის ბირჟაზე ვაჭრობენ და არა მარტო ქსელები, არამედ აგროსამრეწველო კომპლექსები. ეხლა რაც შეეხება კიდევ სტრუქტურას ფასების, ხო? პრემიერმა თქვა რომ 86%-ია ფასნამატი. მე ასე გავიგე რომ ეს ფასნამატი არის გადასახადების გარეშე, მე ესე გავიგე. და ამ შემთხვევაში გამოდის რომ ეგრე არის. სადღაც ბოლოს რაც გაირკვა ამ დისტრიბუტორებთან შეხვედრაზე, ესე იგი 44 პრემიერმა 44%-ს ამატებს იმპორტიორი, ხო, დისტრიბუტორი. და მე მაღაზიები 20 ხო. მე დანარჩენს საცალო ვაჭრობ. ანუ თითქმის ნახევარ-ნახევარს ძარცვავენ რა, საწილოდ. ხო და ეხლა ბანკიერი პრაქტიკა რა არის? დღეს ჩვენ გვაქვს სადისტრიბუციო კომპანიები, რომელთაც აქვთ მწარმოებლებთან, სურსათის უცხოელ მწარმოებლებთან ექსკლუზიური შეთანხმებები. და დავუშვათ რაღაც პროდუქტი სიტყვაზე ნესტლეს შოკოლადი, ხო, ვიღაცას თუ შემოაქვს ერთი ფილა ერთ ლარად, იყიდულობს იქ შვეიცარიული კომპანიიდან, რომელიც თურქეთშია განთავსებული წარმოება. მე და შენ რომ მივიდეთ, ჩვენ მოგცემენ ლარი და 30, ან ლარი და 20. ანუ ისე იმ ფასად, იმათ ფასად არ მოგცემენ და აი ეს არის სწორედ კარტელი. კი, ქვილდეს და იმაზე და ეგეთ რაღაცებზეც არის, რომ ის შემოაქვს ხებს უჩერებენ მაგალითად საბაჟოზე და არ ატარებენ და იქ მე მალფუჭებადი ხო არის. ხო, ნუ ესეთი პრაქტიკები არ ვიცი მე საქართველოში ხდება თუ არა, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში გამიგია. კი, ჩვენთანაც. და ეს ფაქტიურად არის მონოპოლისტური მდგომარეობა ბაზარზე, როცა ერთი ეკონომიკური მოთამაშე აპრიორი ფლობს უპირატესობას სხვა მოთამაშეების და ეს სახელმწიფომ ცალსახად უნდა ჩათვალოს როგორც ანტიმონოპოლიური და კონკურენციის დარღვევა, სამართლიანი კონკურენციის დარღვევა და ასეთი ხელშეკრულებები არ უნდა ცნოს. თუ ვინმე გააგრძელებს ასეთ პრაქტიკას, ის კომპანიები უნდა დააჯერებოს ძალიან დიდი, რომ მეორედ არ უღირდეს ასეთი ექსკლუზიური შეთანხმების დადება. ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი. დანარჩენი ახლა ევროპაში არის დისტრიბუტორები, ანუ საბითუმო ვაჭრობაში რეალური პროცენტი არის არაუმეტეს 7-8%-ისა და ქსელში კიდე დიდ ქსელებში 4-5%, ნუ არაუმეტეს 10-ისა თქვა. ჯამში ესე იგი სადღაც 18-20% ფასნამატია დისტრიბუტორისგან და საცალო ვაჭრობის მაღაზიისგან და ნუ ეს მისაღებია რა თქმა უნდა. მისაღებია და სხვათა შორის არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი, როგორ გაიაფთეს, ეს არის მაგალითად პირველადი მოხმარების სურსათზე დეღიგეს შემცირება.
ოღონდ ადგილობრივ წარმოებაზე მხოლოდ. იმპორტზე კი არა, იმპორტზე უნდა იყოს ეს 18%. იმპორტის გადასახადები ვიღაცა წერდა რომ 12%-ია და ძირითადად ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გვაქვს და ეს 12% ძირითადად არ ემატება ხა რაღაცა ინდონეზიიდან თუ მოდის პალმის ზეთი იმას ემატება ალბათ, იმიტომ რომ ინდონეზიასთან არ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ან ცეილონიდან რაღაცა თუ მოდის. მაგრამ ევროკავშირი, თურქეთი, DSFS ქვეყნები, ჩინეთი, ამათთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს 12%-ს არ იხდიან, ნულოვანი დაბეგვრი ჩემოდიან. 18% ემატება DGG, ოღონდ DGG-ც ეს ხო აქტივია საბოლოო ჯამში. სახელმწიფოში შედის ხო? სახელმწიფოს სხვადასხვა ყველა ეს ლიბერალები გამოვიდნენ და ყველა ორკესტრირებულად DGG-ს ბრალია ფასი. რა თქმა უნდა, DGG მოქმედებს ფასებს, მაგრამ ეს ხო თავარი პრობლემა არ არის, რა? თავარი პრობლემა ხო კარტელური შეთანხმებებია და ეს და ყველაზე მთავარი საფუძველი ამ პრობლემის არის ეს ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელი თავსმოხეული 35 წელია, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაიროს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ უნდა ჩაიროს, მაგრამ კაპიტალისტი დაბრმავებულია და მარტო საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. სახელმწიფო რა უნდა ქნას, როგორ არ უნდა ჩაიგდეს. აი მანდაც როგორი მიდგომა არის, იცი, ეს ლიბერალური მიდგომა ვინ დაიწყო ადამ სმითმა. ადამ სმითი ემსახურებოდა იმდროინდელი დიდი ბრიტანეთის, ინგლისის, ბრიტანეთის იმპერიის მდიდარ კლასს. და ამიტომ დაიწყო ეს თავისი რაღაც ლიბერალური გამოსვლები, რომელიც მერე უფრო დაახვეწეს მოდერნიზება გაუკეთეს. ყველა წარმატებული ქვეყანა, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, რომელიც დღეს გვაქვს, ყველას რეფორმა და ყველას დიდი ბიზნესი, სისტემის წარმომქმნელი ბიზნესები შექმნა სახელმწიფო. ეს არის ანუ პოლიტიკას განსაზღვრავდა სხვადასხვა მექანიზმებია ეგ. მაგალითად, ავიღოთ სამხრეთ კორეა, ხო? ნუ კოსმოსში არიან, ახლა ჩვენთან შედარებით გაფრენილები, ისეთი ეკონომიკა აქვს მოქოქილი, მაგრამ ყველა ეს დიდი კორპორაცია, Hyundai, Samsung, Daewoo, ძირითადად ესენი იყვნენ სახელმწიფო კომპანიები, სახელმწიფო კორპორაციები. როცა გავიდნენ, ასე ვთქვათ, მოგებაზე და უკვე სტაბილურად იყვნენ, მერე გაყიდა სახელმწიფო. ასევე კორეამ დაიწყო მეტალურგია, მძიმე შავი და ფერადი მეტალურგია დაიწყო, გემჩენებლობით დაიწყო, მანქანათმშენებლობით დაიწყო და სულ ყველა უკლებლივ იყო ყველა სახელმწიფო კომპანიები. და მერე რო გაიყვანდნენ ესე იგი სამშვიდობოს კომპანია უკვე სიცოცხლესუნარიანი რო გახდებოდა, მერე ყიდნენ კერძოზე. აი ეს ჩემი აზრით თანამედროვე ეპოქაში არის ყველაზე სწორი მიდგომა. ეხლაც აი დავარვარი ხესები, ავაშენოთ, არ ავაშენოთ. ეს ხესები უნდა აშენოს სახელმწიფო და მერე გაყიდოს. იმიტომ რომ კერძო ბიზნესი ეხლა ამხელა დავუშვათ დიდი ხესზე თუ ალაპარაკი ხო, რომელსაც 500 მილიონი დოლარი უნდა ან 800 მილიონი დოლარი. კერძო საქართველოში ეგეთი კერძო არის 2-3 კაცი რა, რომელიც მაგ ბოლო ბიტკოინს იყიდის და ელოდება 2 თვე და იშოვის. ხო შეიძლება სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ერთად თანამშრომლობენ საკონტროლო პაკეტის სიტყვაზე ხარ როგორ ანაკლის სპორტზე როგორც არის, მაგრამ ნუ ჯერჯერობით მანდ არაფერი არ ჩანს, მაგრამ ნუ აი ეგეთი სტრუქტურა რო იყოს, თქო 51% სახელმწიფოს იყოს, 58% კერძო ბიზნესის და ეგეთ შეიძლება სახალხო დაფინანსება, ეგრეთ წოდებული crowdfunding-ი შეიძლება. crowdfunding-ი რას ნიშნავს? რომ შენ აცხადებ რაღაცა სტარტაპს მოსახლეობას ეუბნები სახელმწიფო, ეხლა კერძო თუ გამოაცხადებს, ნუ კერძო საფონდო ბირჟაზე ისედაც შეუულია, ხო? აქციები განათავსოს და მაგრამ სახელმწიფო თუ გამოაცხადებს, რომ მე ვიწყებ მაგალითად 5 ხესის აშენებას, ან რომელიმე დიდი ხესის აშენებას. ნუ მე პირადად ვიცი, რომ ხესი არის ძალიან მაგარი, იმუშავებს, რა ვიცი, მინიმუმ 9 საუკუნე. მოიტანს კარგ შემოსავალს და მექნება დივიდენდი. მე პირადად აუცილებლად ჩავდებდი და თან ეროვნული საქმეა, იმიტომ რომ ენერგეტიკა საჭიროა. ნუ რა თქმა უნდა, ახლა დაცული უნდა იყოს იქ გარემოს დაცვა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და ასე შემდეგ. სხვადასხვა ხუდონის პროექტში, რაც ბოლოს ინდუსებს ჰქონდათ, 400 მილიონი დოლარი იყო ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის განსაზღვრული. ნუ აი ესეთი მიდგომით გარღვევა შეიძლება გააკეთო და ნუ ეხლა გვაგზრდა ხო მსოფლიოში მე-4 ადგილზე ვარ ზრდის ტემპით. ეკონომიკა ცუდი არ არის, კაი შედეგია, მაგრამ უფრო მეტი შეიძლება გარღვევები შეიძლება, ორნიშნაზრდები შეიძლება, აი მიყოლები თუ სახელმწიფო ამას გაყვება და ნუ ფასებს რაც შეეხება ეხლა კიდე ეს მედიკამენტებზე იქ ნუ ცალსახა კარტელია. ყველგან ეგრეა, ბენზინზე რა
ბენზინზე კიდე როგორი რაღაცა იცი ეს ადრე მე მახსოვს ახლა ტურიზმის დინამიკას ვაკვირდებოდი აი დსთ-ის ქვეყნებიდან რო ჩამოდიოდნენ ტურისტები ეგენი ამბობდნენ რომ თქვენთან რა იაფია რესტორანი რა იაფია და ფორუმებზე წერდნენ ამას და განიხილავდნენ და კიეველებისთვის მოსკოველებისთვის დაუშვათ მინსკელებისთვის სიურპრიზი იყო რომ რა იაფია თბილისის რესტორნები და მე მოხდა რა მე ესე იგი კვირიკაშვილი იყო პრემიერი მაშინ მოხდა დენის ტარიფის გაძვირება და ბენზინზე აქციზის გაძვირება ამან ორმაგი ესე იგი ეფექტით ბომბასავით იმუშავა და ნუ ყველაფერი გააძვირა რა თან ისე სერიოზული გაძვირება იყო რა 50 აღარ მახსოვს ზუსტად ციფრები მაგრამ რაღაც 3-ჯერ გაიზარდა ბენზინის ფასი აქციზის ნაწილში და ნუ რა თქმა უნდა ბენზინი და დენი ყველაფერშია ხო ყველაფრის ფაშია ასახული აი აქედან დაიწყო დიდი გაძვირება ამას მე აყოლენ ეს დისტრიბუტორებიც და ნუ დღეს გვაქვს ის რაც გვაქვს რომელსაც ნუ ჩემი აზრით თუ გამოასწორებენ კარგი იქნება თუ არ გამოასწორებენ ეხა мотиваცია რა არის მთავრობის мотиваცია არის რომ პუნქტი არ მიიღო რაც ირანში მოხდა მეტყვი რომ ირანში რა მოხდა ფასები ინფლაციის გამო ფასები გაიზარდა და გამოვარდა ხალხი ქუჩაში პირველები იყვნენ ეს აი მე საქმეები ნუ მე ვაჭრეები ინფლაცია რა მოხდა მე ფასები ხო მე პროდუქტს ვეღარ ყიდულობდნენ ვეღარ ყიდდნენ და ხო თავიდან ეგ ხალხი გამოვიდა დაიწყო ხო და მე ნუ აშიც გაიზარდა ნახუცლებს გააჩერეს ეგ ტალღა და შემდეგ რა ხდება შემდეგ ახლა უკვე ირანზე შეიძლება რაღაცა თავდასხმებიც კი მაგ თემაზეც მე გადავიდეთ ირანსაც შევეხოთ ხოლმე ესეთი ამიტომ სახელმწიფოს აქვს რამდენიმე ესე იგი რისკ ფაქტორი სახელმწიფოში სტაბილურობას და ხელისუფლების სტაბილურობას მათ შორის ერთ-ერთი არის ეს ინფლაცია ფასების სტაბილურობა მისაღებლობა ფასების მოსახლეობისთვის და აბსოლუტურად ყველა ჩვენ რაში ვხარჯავთ ახლა ფულს ხო ჩვენ დიდარი ერი არ ვართ საშუალოდ ასე თითქმის ნახევარ შემოსავალს მასში ვხარჯავ ეს არის სურსათი კომუნალურები ეს აუცილებლად კავშირგაბმულობა ანუ მობილურის გადასახადი ინტერნეტის გადასახადი ტრანსპორტში ვხარჯავთ ანუ ბენზინი რომელიც ზვირია და აფთიაქი ჯანდაცვა აფთიაქი ხო აი ეს არის ძირითადი სტრუქტურა და მე აი მორჩენილიდან უკვე იწყება რა განათლება კულტურა ხო და ეხა გამოდის რომ თუ ყველაფერი დახარჯა ადამიანმა სურსათზე და კომუნალურზე ხო და განათლება ბავშვისთვის გაუნათლებელი ბავშვები გვჩება ამის გამო რომ მთელი შემოსავალი ადამიანს ეხარჯება არსებობაზე. ხო, ვიარსებო თუ. ხო. და ეხლა განათლებაზე წრეზე უნდა ატარო, ყველგან გადასახადია უკვე რეპეტიტორი გინდა, მასწავლებელი გინდა, წიგნი გინდა უყიდო, ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხო? გინდა სპორტულ სექციაზე ხო უნდა ატარო, იქაც გადასახადია, მუსიკალურ სკოლაში გინდა ატარო. ამიტომ რაც უფრო ნაკლები უждდება ადამიანს, ესე პროცენტულად ეს სურსათის კომუნალურების და აფთიაქ უფრო მეტი ფული უჩდება სხვა რაღაცებში ხო რა თქმა უნდა აქედან არის გზელვადიანად ეს ძალიან მნიშვნელოვანი აი კიდეც რა მაინტერესებს ახლა მოხდა აი თურქეთის აეროპორტი იმას საქმეს თურქებს აქვს და რაღაცა გაფართოება მიდის ეს ხო რაღაცა პრობლემაა ერთ-ერთი იმიტომ რომ კერძოდ ტელეფონი გაედინება თურქეთში ხო ძირითადი მოგება რაც შეიძლება ჩვენ დავიტოვოთ ამ თემასთან დაკავშირებით ეს არის საკმაოდ მძიმე თემა, რომლის ავტორი არის ეს გუნდი ჯერონიმო და ძებნელები რა, სააკაშვილის ხელისუფლება. მოკლედ სააკაშვილმა და მისმა ბიძამ და სავარაუდოდ დედაც ალბათ იყო ჩართული, იმიტომ რომ დედა არის თურქოლოგი და თურქების მიმართ განსაკუთრებული სიმპათიებით გამოირჩეოდა იმის გამო რომ უხდიდნენ. მაგალითად მე მაქვს თურქულ ისტორიულ წიგნში ნანახი გიული როგორ წერსო დიდგორში სავარაუდოდ 30000 თურქი იყო მხოლოდ დიდგორის ბრძოლაში და თურქეთის პრესაში 2000 პირველ წელს გამოქვეყნებული პრესაში კი არა ნუ ისტორიულ სამეცნიერო ნაშრომში თურქულ ენაზე ხო და მოკლედ მაგათმა ესე იგი ამ ოჯახმა
საქართველოს კონსტიტუციიდან ამოიღეს სტრატეგიული ობიექტების ნუსხა, 14 სტრატეგიული ობიექტი იყო ჩამოწერილი, რომლის გაყიდვა არ შეიძლებოდა, ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფო. აქ შედიოდა ფოთის პორტი, ბათუმის პორტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, ხო, ენგურჰესი, რკინიგზა, ბათუმის აეროპორტი, აი დიდი ქარხნები, მე მგონი რუსთავის აზოტი, ფეროშენადნომთა ქარხანა. ზოგი თუ არ გაკეთდეს 50 წლით იჯარით გადაცეს და ასე შემდეგ, ხო. მოკლედ ყველაფერი გააკეშა, ყველაფერი თან ორმაგი კონტრაქტებით, ერთი ოფიციალური და დაბალი ფასით, მეორე ჯიბისთვის. და ამისთვის უნდა ასამართლებდნენ და არა რაღაცა იქ რაღაც შედარებით მსუბუქი რაღაცები უწერენ. და მათ შორის გამოესეგი შემოიყვანეს თურქული აეროპორტების მმართველი კომპანია თავი. თანაც ეს თავი რო შემოვიდა, ფული რითაც თბილისის აეროპორტი გააკეთა, იყო სახელმწიფოს მიერ აღებული მსოფლიო ბანკის თუ ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის კრედიტი. ანუ სახელმწიფო მაიღო კრედიტი. და იმ ფულით გააკეთა ეს. და რაღაცა 2035 წლამდე დაუდეს კაბალური კონტრაქტი. ოღონდ კონტრაქტში რა ეწერა, რომ თბილისის აეროპორტიდან 250 კილომეტრის თუ 200 კილომეტრის რადიუსში საქართველოს სახელმწიფოს არ შეეძლო სამგზავრო აეროპორტის აშენება. და ქუთაისი მე რომ მიხვდა, რომ საჭიროა ახლა ტურიზმი უნდა და რაღაცა და გამოთვალეს და ნუ ქუთაისის აეროპორტი 200 კილომეტრს იქით არის და ქუთაისი იმიტომ გაკეთდა მე ეს თვითონ ეს ადგილი იჯარით აქვს თუ აი მაგათი საკუთრებაში ამ თავი? არა, საკუთრება არა, აეროპორტი აქვს იჯარით მართვაში. რამდენი წლის? 35 წლამდე ქონდა. აი ხა 35. მე მოხდა რა კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, ესე იგი, იჩხუბეს და არაფრის დიდებით არდებდნენ ფულს გაფართოებაში ამ დროს, ნუ საჭირო იყო გაფართოება, ვეღარ ემსახურებოდა უკვე ის აეროპორტი. ამათ კიდე თურქულ კომპანიას ფულის დახარჯვა არ უნდოდა. და მოკლედ სახურავი ბროძრებოდა არ გახსოვს. ო, სახურავი ძრო წყალი ჩამოდიოდა, ახლა სახურავი მთელი ის იყო უბედურება და ისეც ახლა რო ნახო, ნუ იაფასიანი მასალებით არის მოპრეკეთებული და ნუ რეალურად ჩვენს რეგიონში კი არა, ნუ მთელს ამ ჩვენს კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე უხარისხო აეროპორტი. და ეხლა ხარჯავენ ამ ფულს თვითონ? მე ძალით გააზრდებინეს, აი მეორე ტერმინალი მიაშენებინეს, ისიც პატარა მიაშენეს. ნუ რო შეხედავ ახლა არქიტექტურულად უმსგავსობებაა, ხო, ერთი რაღაცა სხვა ზომისაა, მეორე პატარა განსხვავება ზომებში. შემდეგ მოხდა, ესე იგი, ამ ვადის შემცირება, ანუ და თავი დაითანხმეს, რომ ვადას შეამცირებდნენ და 27 წელს გადიოდა ვადა, აი ახლა. და ახლა კიდე 5 წლით გაუგრძელეს, ანუ 31 წლამდე. და ალბათ მე მაგდროს ხარჯავენ ახლა ფულს. ოღონდ უთხრეს, რომ აი $150 მილიონი უნდა ჩადოთ, რომ გაფართოებაში. იმიტომ რომ ეგ აეროპორტი გათვლილი არის, ნუ 5 მილიონს გადააჭარბა უკვე თბილისის აეროპორტის 2025 წელს ყავდა 5 მილიონზე მეტი მგზავრი. თანაც ახლა თურქების ინტერესი რა არის? ნუ ერთი რომ ფულს აკეთებენ დაახლოებით მე რასაც ვთვლი $200 მილიონი გადის ქვეყნიდან მოგების სახით წელიწადში ხო და საიდან არის ეს ფული? ესე იგი $25 ღირს ერთი მგზავრის მომსახურება. ეს არის ტარიფი. აეროპორტის მოსაკრებელი. ამას გარდა არის უსაფრთხოების მოსაკრებელი, აი რო გვსინჯავენ და იმ ეგრეთ წოდებულ არკაში რო გავდივართ და მეტალოდეტექტორები და ამაში ჩვენ ფულს ვიხდით. თითოეული მგზავრი არის $6 თუ არ ვშტებით თბილისის აეროპორტში ამის ფასი, მაშინ როცა სხვა აეროპორტებში არის $2-3. ესეც ახლა $25 ხო არის მგზავრებზე, თურქეთის აეროპორტებში არის ზოგში $11-იც კი არის, $14, $20-იც არის, ნუ ეს დიდ აეროპორტებში. მაგრამ 25, ნუ მარტო სტამბოლის აეროპორტში შეიძლება იყოს ის, ნუ გიგანტი აეროპორტი. გარდა ამის არის აი ის პარკირების საფასური თვითმფრინავისთვის. გარდა ამის არის კიდევ აი თვითმფრინავი ეგრეთ წოდებულ პრისოსკაზე რო დგება, ანუ მოძრავი ხიდი რო არის. მაგის გადასახადით ცალკე თუ $100 თუ რაღაცა მსგავსი აქვს ჩვენთან, მაშინ როცა სპირობითად შერემოწიოს და ვნუკოვოს აეროპორტში $30.
შედარებისთვის ვამბობ. მოკლედ ჯამში და duty free ფასები, საოცრება ახლა მივდიოდით ზაფხულში კურორტზე. და duty free უფრო ძვირია ხო? ეს ხო იაფინა. მიფრინავდი და ბავშვმა წყალი მთხოვა და აეროპორტის duty free-ში რომ მოვიკითხე, ერთი ეს 05-იანი ლარი როღის 91 თეთრი მაღაზიაში 7 ლარი. მეთქი გამყიდველს ვეუბნები რა ამბავია მეთქი. რავი თურქებიო გადასახადს გთხოვენ ბევრსო იჯარის. მე ეს კაფე-ბარი ესე შედიხარ, აი რო შედიხარ აეროპორტში მარცხენა მხარეს კაფე-ბარი კაპადოკია. ხო, რაღაცა დიდგორი დავარქვათ. ხო, რაღაცა მეფე დავითი. კი, ბევრი სახელი შეგვიძლია. ხო, ფიქრობდა დავა. კი, კაპადოკიას პატივს ვცემთ, წმინდა ნინო იყო კაპადოკია. არა, უფრო დიდგორს პატივს. მაგრამ ხო, ახლა თავარ აეროპორტში. ჯობია რომ ჩვენი სახელი იყოს. შემდეგ რა ხდება? ხო, ეხლა ამოცანა არის მანდ რა, რომ თურქეთის სახელმწიფო ინტერესი და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თურქეთის ავიახაზები Turkish Airlines არის სახელმწიფო კომპანია. ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი სახელმწიფო ავიაკომპანიის, რომელსაც დღეს უკვე 400-ზე მეტი თვითმფრინავი ყავს. იზრდება რაღაცა, გულივერის ნაბიჯებით, გოლიათური ნაბიჯებით. ძალიან მაგარი მენეჯმენტი ყავს, სახელმწიფოა, მოგებაცაც წერს, ასაქმებს უამრავ ადამიანს და სერვისებიც აქვს და კაი ავიაკომპანია მართლაც. ახალი პორტები, Boeing-ი, Airbus-ი და მაგრამ როცა იწყებოდა ხო მეორე ეტაპი თურქეთის ავიაციის განვითარების, მაგათმა გადაწყვიტეს, რომ სტამბულის აეროპორტი უნდა იყოს მთავარი ხაბი ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და ევროპასთან დამაკავშირებელი. ანუ ყველა მეორადი ქალაქებიდან თბილისი, ბაქო, ერევანი, გროზნო, ალმატა, დუშანბე უნდა ჩასულიყავი შენ სტამბულში გადამჯდარიყავი და ჩასულიყავი ვენაში, პარიზში თუ სადაც მიდიოდი ევროპაში, ხო, ირლანდია თუ ასე შენ. ანუ ამას ქვია, ასე ვთქვათ, ხაბი. და Turkish Airlines-ი ამ ხაბობის ფუნქციას ასრულებს, ოღონდ ამისთვის ათათურქის აეროპორტი იყო და ანუ ჩვენი ფუნქცია გახდა რომ თურქეთის აეროპორტები მოვამარაგოთ ტრანზიტული მგზავრით და ტრანზიტული მგზავრში დიდი ფული იშოვება. როგორც სოფლის მეურნეობაში არის ესე. სააკაშვილმა რა თქმა უნდა ესე იგი ოღონდ სამშობლოს რამე გაეყიდა და მიყიდა ეს ფუნქცია ამ დროს ჩვენ მაგალითად 90-იანი წლების ბოლოს British Airways-ი ბრიტანული მთავარი ავიაკომპანია გვთავაზობდა რომ თბილისი არისო მთავარ გზაზე ინდოეთის და ბრიტანეთის შორის ტრაფიკისო და ჩვენ რო გამოვთვალეთო დიდი ტრანსკონტინენტალური გადაფრენებიო ნაკლებად რენტაბელურია ვიდრე პატარა ბორტებიო პატარა როგორ Boeing-ები რა და მოდიო თბილისიო დავждებითო გზავს ჩამოუშვებთ დავიმატებთო საწვავს მან ჩავისხამთო და მერე ბომბეიში დელიში და ასე და იქ ინდოეთსა და ბრიტანეთს შორის არის უზარმაზარი ტრაფიკი და გვთავაზობდნენ აი ესეთ ცენტრობას ანუ ტრანზიტის ფუნქციებს იძენდა საქართველოს ამას მერე ავსტრიანიც გაიმეორებდა Austrian Airlines-ი KLM-იც გაიმეორებდა Air France-ი და Lufthansa-ც რატომაც არა ხო და ეს ეს ნიშნავდა რომ აქ დიდი ინფრასტრუქტურა უნდა მოწყობილიყო სერვისები უნდა მოწყობილიყო ჩემი აზრით რამდენიმე 100 მილიონს მიაღწევდა ბრუნვა თუ მილიარდს არა მაგრამ სააკაშვილმა ეს ფუნქცია გადაულოცა სტამბულის აეროპორტს ჩვენ დღესაც ვამარაგებთ სტამბულის აეროპორტს ბათუმიდან თბილისიდან ტრანზიტული მგზავრებით ეხლა რო უთავრდებოდათ 27-ში ხო გაჩნდა შანსი რომ ისე ვიზრუნოთ ამაზე ხო და თან ეს ტურისტების გადაზიდვა კიდე სერიოზული ბიზნესი ახაერო ტურისტების და ასევე აქ შეიძლება ყოფილიყო ხაბი მაგალითად ან ამაზონის ხაბი ან რომელიც მე სტამბულში გაკეთდა ან ჩინური ალიბაბას ხაბი ან რომელიმე ესეთი მსხვილი თუნდაც ეს რუსული Wildberries თუ რაღაც რომელიმე ესეთი ონლაინ გიგანტი მაღაზიის ტურისტების გადაზიდვა ეს როგორც ბონუსი და ისეც კომერციული ტურისტების გადაზიდვა საჰაერო გზით. აი თუ ახალ აეროპორტს ვაზიანში ესენი ააშენებდნენ ეს ძველი აეროპორტი გახდებოდა უკვე სატვირთო ტერმინალი. რომელიც არანაკლები ფული მოაქვს. ვიდრე ხო შენდება. აი ეხლა არ ვიცი შენდება ეხლა მიცეს გაუგზელეს თუ მაშინ თურქებს რატო გაუგზელეს თუ შენდება.
იმიტომ 250 კილომეტრზე ნაკლები არის, ხო, ვაზიანი? ვაზიანი რა 20 კილომეტრი. 20 კილომეტრი. მაგ აეროპორტი. ხო. ანუ თუ შენდება ვაზიანი, მაშინ თურქებს რატო გაუგზელეს და 2022 წლამდე გამოდის, ანუ ხო რომ გაუგზელეს. 31-ის ჩათვლით, ხო 5 და ეს ისე რომ გავიმერე თლიანი ქონება, მე სახელმწიფოს რჩება, ხო? ეს რჩება, მაგრამ იქ რა არის დასატოვებელი, ნუ ერთ-ერთი სამარცხვინო შენობა. და რაღაც, ნუ რა ვიცი. მოკლედ სტრატეგიული მე ხა თურქებს არაფერს არ ვეჭი, ისინი თავის საქმეს აკეთებენ. თავის ინტერესებს ცდილობენ რომ გაატარონ და კარგადად გამოძდით ჩვენ ხარჯი. ჩვენ ხარჯზე. მაგრამ შენ როცა სტრატეგიული როცა გაქვს ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა იმის არ იყოს, აი ნამახვანხესი რომ მიცეს კონტრაქტი, კაბალური კონტრაქტი იმას. კაბალა კონტრაქტი. ტარას ოჯახს, ხო? თურქული წარმოშობის ვიღაც გლობალისტი მილიარდერია. იმას რატო უნდა იხეირა ისეთი რაღაცით, რომელიც ერთადერთია უნიკალურია. სხვა რო იყოს საშუალება რომ ისეთები გავაკეთოთ ჩვენს. კი ბატონო, მაგრამ როცა ერთი გაქვს, იმის დათმობა როგორ შეიძლება? ხო, ეგრეა. აი მათ იცით ერთი რაღაცა ცოტა იუმორისტულ რაღაცაზე მინდა გადავიდეთ. ნუ იუმორისტული პოლიტიკას ეხება, მაგრამ ნუ სხვა იუმორის თვალით უნდა შევხედოთ ამას. ერთი არის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი რასიძახის და აი კოლექტიური ეს საზოგადოება უბრალოდ, ნუ აი კიბერუსაფრთხო ექსპერტი არის კაცი, სადღაც სტუდიაშია მიწეული და შევხედოთ. რუსეთი მარცხდება ყველგან და არ შეიძლება რომ მარტო საქართველოში იმარჯვებდეს, ეგ ერთი საკითხი და მეორე რუსეთს კარგი სვლა, როგორც პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, კარგი ბანკო აღარ დარჩა, ეს ზელენსკიზე ამბობს, მაგრამ სინამდვილეში რუსეთს აღარ დარჩა, იმიტომ რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ რუსეთი უკრაინას ვთქვათ დაამარცხებს, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენლად გამაჩნია, რუსეთი დანგრევისთვის არის განწირული, იმიტომ რომ თუნდაც 40 მილიონიან ქვეყანას რუსეთი ვერაფრით ვერ ააშენებს და ამ ასე ვთქვათ ომის ეკონომიკიდან უკან სამოქალაქო ეკონომიკაზე გადასვლა წარმოუდგენელია რუსეთისთვის. რუსეთი შევიდა იმ სპირალში, რამაც დაანგრია საბჭოთა კავშირი. აი ხა ესეთი კაც მაგალითად კიდე არის ფინეთის პრეზიდენტი გამოდის და იძახის რომ უკრაინა იგებსო, იმიტომ რომ პუტინმა ვერ დაიპყრო მთელი უკრაინაო. კიდე აი გორდონი გადაცემამდე რომ ვისაუბრეთ, ეხლა ჩვენ უკრაინას დავამარცხებთ, ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდებაო. კიდე აი ჩვენთან კოლექტიურად რო არიან ეს საზოგადოება, აი მზია ამაღლობელი რომ გმირია ლაზარე გირგუდიუსი რომ გმირია სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტია, ქართული კანონი რომ რუსული კანონია. აი ეს საზოგადოება, აი ხა პრემიერი რო გამოვიდა და რო თქვა რომ დებატები უნდა გაიხსნას, რომ ძალიან კაი ეს უნდა გაიხსნას. მაგრამ აი ამ ხალხთან რა აზრი აქვს დებატების? ეს ხო წყლის ნაყვა არის რა. ეხლა დებატები მესვრის პრობლემების, რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე რომ ვიდებატოთ, რაღაც სხვადასხვა გზები ხო არსებობს. ეს კიდე გასაგებია. აი ამ ხალხთან მე ამათ ვიღაც სოფისტები არიან, ტიპიური სოფისტები რა. ეს არისტოტელე ეძახთ ამათ მოჩვენებით ბრძენებს, აი ცრუ ბრძენები არიან რა. ანუ ეს სოფისტები ვინები არიან რომ ჭეშმარიტებას ძიებას თავი დაანებეს და მათთვის სასარგებლო შეხედულებების გამართლება დაიწყეს, ხო? და ზუსტად აი ეს საზოგადოება არ არის ეს და აი რა აზრი აქვს ამათთან დებატებს უბრალოდ. ნუ მან მაგ ბაბლში, რომელიც არც თუ ისე დიდია, უბრალოდ ხმაურიანია. ესენი არიან ინტერნეტ სივრცეში და ყველგან ესენი ჩანან და ხო იცი გამოთქმა რაც არეალი ტაშტი უფრო დიდ ხმას გამოსცემს და უფრო ხმაურობს. ამიტომ ეს კატეგორია ბრიგადები ჯიგიტი ახლა რას ჩალიჩობს ნახე. ეს გონზე არ არის ახლა იმის პოლიტიკის და გეოპოლიტიკის და ასე შემდეგ, მაგრამ გრანტს ჩალიჩობს. ხო, კი. და ნუ კიბერუსაფრთხო ექსპერტი არის რა გინდა. იქ წესია ეგრე, იქ უზით ტიპები, ანალიტიკოსები, აბა შენ ვინ რა განცხადებას აკეთებს და ნუ ეს ყველა ნუ ერთგულების გამოკვეთა და აფინანსებენ მაქსიმალური ერთგული ვინც არის. ჯერ პირველ ოპოზიცია ხო ეჯიბრება იქ ერთმანეთს ვინ უფრო მეტი სურველი სიტყვის და ეგ დაფინანსება უფრო ის იმას დაიმსახუროს. ხო. ნუ ეხლა თან ამერიკა უკვე გრანტებს აქეთ აღარ იძლევა ახალ ადმინისტრაციის პირობებში და აი ევროპელებზე მუშაობს ახლა ეგ ჯიგიტი და სხვათა შორის და მუშაობს ეგ სქემა. მუშაობს. მილიონობით გრანტი მოდის, ასეთი ხალხი არჩევენ ასეთ ხალხს, განსაკუთრებით ეძებენ სხვათა შორის აი შემოქმედებით საზოგადოებაში, იმიტომ რომ ეხლა ფიზიკოს, მათემატიკოს, ინჟინერს და უშუალოდ თუნდაც ბიზნესმენს, აი ვისაც რეალურ ცხოვრებასთან საქმესთან აქვს შეხება, ან ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ვინც იცის ხალხი როგორია და როგორი შეიძლება იყოს. აი ესეთ ტიპებს ვერ მოატყუებ.
მაგრამ არტის მოატყუებ, ხატვარს მოატყუებ, იქ რაღაც ვითომ პოეტი რო პოეტოს მოატყუებ, ნარკომანს მოატყუებ. და აი ზუსტად ეგ არის მაგათი ჟურნალისტს მოატყუებ, იმიტომ რომ ჟურნალისტი საერთო ჯამში ჟურნალისტს ხო სიღრმისეულად თემებს არ ასწავლიან, ჟურნალისტი ნუ ზედაპირულად იშვიათად. ეგ არის პრობლემა, ყველაფერი ზედაპირულად რო ხდება ჩვენთან, რომ მარტივად სამართავია მე ეგეთი ადამიანი. ეგრეა ყველგან ახლა მე მინახია ჟურნალისტები, ვინც კი, აგერ ფინანსის პრეზიდენტი, აგერ იგივე სურვილს არ იწახის. ნუ ეგ ნეგატიური შერჩევა ხდება, აი სხვადასხვა ევროპაში. თელია მაკრონები და ისინი რო ავიღო. აი ნეგატიური სელექცია, ეგ სპეციალურად გააკეთეს. რატო იცი, რაც უფრო დებილია და რაც უფრო მარგინალია, უფრო შენი მორჩილია. აი ჩვენთანაც რატო აკეთებენ მაგათზე უცხოელების ფსონს. რაც უფრო მიუღებელია საზოგადოების არჩევენ როგორ. ესე იგი, კომპლექსები უნდა კონდეს. თუ გენეტიკური დაავადება აქვს ვაფშე იდეალურია. ბავშვობის ტრამვები უნდა კონდეს. სასურველია რომ ესე იგი ოჯახი არ უნდა ყავდეს კიდე მარტო ხო სატიტულო ერის წარმომადგენელი რო არ იყოს და გვარი გადაკეთებული ეგ ვაფშე ჯეკპოტია მაგათთვის ბონუსია ხო კი და ნუ რაღაც აი უმცირესობის წარმომადგენელი თუ არის სექსუალური ან რომელიმე სხვა ეს ამას პლუსია და აი ამ თვისებებით რა და არა ლოგიკური აზროვნების დეფიციტი აი ეს კრებული თუ აქვს მაშინ ირჩევენ, აფინანსებენ და ის არის მე ყურმოჭრილი მონა იმის რა. სხვათაშორის მაგას იყენებდა ჩინგისხანი. ჩინგისხანი რომ დაიპყრობდა ქვეყანას, ყველაზე ნაძირლებს აირჩევდა თავის დასაყრდენად. ყველაზე ნაძირლებს, იმიტომ რომ იმ ნაძირალას სხვა გზა არ ქონდა ახლა ადგილობრივები ვერ იტანდნენ, ხო? შანსი არ იყო და ემსახურებოდა ყაენს. ნოინს თუ ვინც იყო აქ ხანის მმართველისა მეფის ნაცვლად. თქვენაც ჩამოთვალეთ ეგეთ ლიდერები არიან ახლა ევროპაში. ეხლა ზუსტად 90% ეგეთ ლიდერები. ზუსტად რატო კეთდება ესა? იმიტომ რომ ისეთი ჩანაფიქრი აქვთ იმ სუპერ მდიდრებს, იმ დინასტიებს, ვინც მართავენ ამ პროცესებს ევროპაში. რომ სახელმწიფო დისკრედიტაცია მომხდარიყო, ხალხს შეძულებოდა სახელმწიფო როგორც სტრუქტურა და საერთოდ ცნება და მე შემდგომში ადვილად დაეთანხმებიათ სახელმწიფოების გაუქმებას და კორპორატიული მართვის დანერგვას. კორპორატიული მართვის დანერგვა რას ნიშნავს? აი ის, რასაც ახლა უკრაინაში ეპირებენ. BlackRock-ის BlackRock-მა ხო აიღო აღებული. ხო. ეხლა ის დავოსის ისიც გახდა აგერ ლიკი უკვე თავმჯდომარის. ჯიგიტი რო ამბობს, რომ არ ხდება იშლება რუსეთი. გეგმა მართლა ეგრე კონდათ. ახლა ევროპელების გეგმა და ბაიდენის ეგ იყო რომ თავარ გეგმას ევროპის დასუსტებად მაგათი მოლოდინი იყო რა, რომ დაიწყებოდა შვენიერი ანალიტიკოსები ყავთ სამხედრო განსაკუთრებით ამერიკელებს. მაგრამ გეგმა მათი იყო რომ კონფლიქტი რო დაიწყება, ახლა ესე იგი გამოთვალეს პუტინის ფსიქოპორტრეტი იქ სამხედროების ფსიქოპორტრეტი და ჩათვალეს რომ ესენი ახლა დარაზმოვენ მთელ ერს, მიცემენ ავტომატს, ტანკს, ტყვიამფრქვევს და შეუშვებენ უკრაინაში რამდენიმე მილიონი ჯარისკაცს. მაგრამ რამდენიმე მილიონი ჯარისკაცს ჭირდება ჩაცმა, ყვება, ხარჯია დიდი. უზარმაზარი ხარჯი. მოკლედ რუსებმა დათვალეს რუსები მიხვდნენ, რასაც ჩალიჩობდნენ ისინი. დათვალეს და დაიწყეს შეზღუდული სამხედრო ოპერაციის განხორციელება შეზღუდული რესურსებით. ანუ მათი სამხედრო ოპერაციის ამოცანა, ერთი არის რომ დაიმორჩილონ ის უკრაინა და რაც შეიძლება მეტი ტერიტორია წაართვან. და მეორე არის რომ ესე იგი სამხედრო საქმეზე გაწეული ხარჯები არ აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკის 7%-ს. ესე იგი მათი ეკონომისტების დათვლებით 7% არის ზღვარი, რომელიც რუსეთს შეუძლია ომი აწარმოოს ბევრი წელი, ისე რომ მოსახლეობის ცხოვრების დონე დიდად არ დაეტყობა, დიდი რყევები არ იქნება, უკმაყოფილება და მაგისადაც აღწევენ თან. აი პირველ მსოფლიო ომში ნიკოლოზ მეორემ
ნუ მიაყარა მილიონობით ჯარისკაცი, ბრუსელოვის გარღვევები, იქ რავი სადარომობდნენ, ხო? აქ მისი ძმა კიდე აგერი ყოველ კავკასიის ფრონტზე და ჩვენც ვიბრძოდით 90,000 ქართველი იბრძოდა ტრაბზონის მიმართულებით. ბაბუაჩემის მამა მაგალითად და ტრაბზონი აიღო 1916 წელს. პატრიცემული სარდიონი. ხო და ბოლოს აღმოჩნდა რომ რაღაც 16 წლის შუარიცხვებში ნახეს რომ რუსეთის იმპერიას ფული აღარ აქვს და ოქროს მარაგის გაგზავნა მოუწია ლონდონში რომ სესხი აიღო და ის ოქრო დაიკარგა ის მე აღარც გამოჩენილა მე სესხი აიღო ის სესხი და გაიხარჯა და მოკლედ მე გადააყენეს მეფე უჭყუობისთვის და აი ეგ სცენარი უნდათ ახლა გაეკეთებიათ რომ მთელი ეს რესურსი პირველ 2 წელს დახარჯულიყო და მე მოხდა სხვადასხვა მაშინაც ხო ინტერვენცია მოხდა ბოლშევიკები მოვიდნენ მე ხელისუფლებაში მაგრამ ინტერვენცია თეთრგვარდიელების ხარდამჭერი ინტერვენცია იყო ინგლისელები ფრანგები შუა აზიაშიც კი იყვნენ ხო და ну რუსებმა ეს გათვალეს უკეთესად მოემზადნენ სავალუტო რეზერვების და ოქროს რეზერვების ესე იგი კუთხით 2300 ტონაზე მეტი ოქრო აქვს ახლა რუსეთს ეს რისკები დააზღვიეს და ну მინუსი თავარი ვერ გათვლა რუსეთის მხრიდან იყო ის რომ თლათ ამხელა კოალიციასაც ეგენიც არ ელოდნენ ახლა 50 ქვეყანა გაერთიანებული ყველა ერთის ხო არც პირველ და არც მეორე მსოფლიოში ესეთი ერთობა რუსეთის წინამდე არ ყოფილა ამხელა ერთობა მაგრამ მიუხედავად ამისა ნუ სამხედრო მანქანა და გადაწყვიტეს ესე იგი ხორცაკეპი მანქანის გაატარონ უკრაინის შეერაღებას ევროპული შეერაღებას და ამერიკის შეერაღებას და იმიტომაც არის ახლა გარღვევები რა თქმა უნდა საარმიო ფრონტალური შეტევები რა თქმა უნდა შეუძლიათ გააკეთონ მაგრამ ართულიან საჭიროდ იბრძვიან ესე იგი საკუთარი მე რასაც უყურებ საკუთარი სამხედრო რესურსების დაახლოებით 30% იყენებენ ნახევარი ძალებით იბრძვიან ხა პუტინს ხო გამოვიდა ხო თქვა რომ ხა ევროპაზე რო იყო საუბარი ჩვენ ევროპას ესე არ ვეუბნებით როგორც უკრაინაში ვომოხდო რა მასა იქია ხა იქ ეგ სხვადასხვა ინდობენ არავის ხო აი ეს პროპაგანდისტი რო არის მარგარიტა სიმონიანი ხო ახალ დაწყებული იყო სამხეს ომი უკრაინაში და მაგან საქართველოში ხო იყო ეს მეორე ფრონტის თემა აქტუალური და მაშინ მარგარიტა სიმონიანმა ესეთი რამე თქვა ჩვენ ეხლა უკრაინაში ვინდობთო ამ და ისე ვიბრძვითო მაგასო ხო ამჩნევთო მაგრამ საქართველოს რამე რო დაიწყოსო საქართველოს არ არის სლავური წარმოშობისო და არაფერი ისეთი არ გვაქვს რომ ვერ დავარტყათ ბირთვული იარაღი პირდაპირ და შეასრულებდნენ კიდევაც. იქ ხო ევროპაში ხო შეასრულებდნენ მე ვარ 99 წელს თუ არ მეშლება ნამყოფი ბრიტანეთში ერთ-ერთ ბირთვულ ჩვენ არ დაჭირდებათ ისე შეუძლიათ მაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო მოაწყო რუსეთი და უსაფრთხოების დოქტრინა რუსეთის უსაფრთხოების დოქტრინაზე მოკლედ კონფერენცია და რუსებიც იყვნენ ქართველები ჩვენს მიგვიწვიეს და ბევრი ქვეყანა იყო საერთაშორისო კონფერენცია იყო ბრიტანეთში, ლონდონში. და ნუ გამოვიდნენ ვიღაცები და ახლა გამოდის რუსი მორჩამო ვიღაც ანალიტიკოსი იყო ამ თავდაცვის და სამხედრო უსაფრთხოების სფეროს. და ინგლისელი ეკითხება ვიღაც ლორდთა პალატის წევრი იყო რომ რა შემთხვევაში გამოიყენებთო ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ამ რუსს ну აი მაგალითს გეტყვითო მე მაგალითათო აი პირობითათო დავიწყოთო კონვენციური ომიო გვაქვს მაგალითად პოლონეთთან და ну კონვენციური ომით ვიბრძვითო და ამ დროსო ვიღაცა იქ სხვა ფრონტზე რაღაც აი მაგალითათო საქართველოსო დაიწყო იქ თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი და ну შეგვაწუხაო რა ამ შემთხვევაში ჩვენ ხო არ გვეცლება არც გენშტაბს ეცლება ხა გეგმოსი აი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებთ ამ შემთხვევაში ძალიან სისხლიანად მე შოკირებული დავრჩი ახლა იქ გამოვედი რაღაცა პრაქტიკული სიტყვებით, მაგრამ
ბრწყინვალე სიტყვები ისროლე რამდენი ზგინდა ახლა რეალობა ეგეთია ხო ამ საერთოდ როგორ იცი ამ რეალობას აღქმა არ უნდათ რა თავის ტვინში როგორც არის მოწყობილი ის გონიათ ფაქტები და რეალობა და რეალობას და ფაქტებს რო ესაუბრებ არ იჯერებს არ შედის მაგისტვის აი იცი რა მომენტს რო დაუბრუნეთ აი პრემიერმა ხო გამოვიდა თქვა დებატებზე აი ამ ხალხს მართლა რა დებატებზე უნდა დაუშვი რა ეხა აი მარკ ტვეინს ხო მეგონა თქვენ სულ ეს არ ეკამოთო იმიტომ რომ ის თავის დონეზე დაგიყვანს იქ დიდი გამოცდილება აქვს და მოგიგებსო რა ჭავჭავაძესაც ხო აქ ილიასას სულ ეს არ ეკამოთო აი მართლა აი ამათთან დებატებს რა აზრი აქვს? აი რამეა შოუ მაქსიმუმ შოუ უნდა ჩვენც შემოგთავაზეთ ვიღაცამ რაღაც საზოგადოება ჩვენ დავждეთ დებატებზე. აი ეს საზოგადოებაა ვინც იძახის რომ უკრაინელმა რაც ჩამოთვალებს დიამღლებ. ამ საზოგადოებას უბრალოდ მე დებატების აზრს ვერ ხვდები. თქვენ აი რა მე მგონია რომ მან რო გაიხსნება ეხლა რა. თორნიკე მან უფრო პოლიტიკურ ტექნოლოგიასთან გვაქვს საქმე ხა უყურებ ამ თავრობას ჭირდება ხელისუფლებას და მართლ პარტიას ჭირდება ოპოზიცია. რა თქმა უნდა რომ ეს ოპოზიცია ნუ წყალს საუღია ხო და როგორ გამოკვეთოს ახლა ოპოზიცია როგორ გააძლიეროს უნდა დაისვას თვითონ დებატებში ხო არა ხო მესმის ან თქვენი ძახით რომ ეს შოუს ნაწილი იქნება მაგ არ იქნება ის რომ სიტყვაზე პრემიერ კი გამოვიდა თქვა რომ სიტყვაზე ახლა აი რაღაცა მარაპოლიტიკოსებს ყველას შევთავაზობთ რომ დავждეთ და ვისაუბროთ რა და რაღაც რეალურ პრობლემებზე საუბარი კიდე გასაგები აი იქნება ჩვენ თანამოაზრეები ვიყოთ მაგრამ ჩვენ რაღაცა სხვა შეხედულებები გქონდეს რაღაც პენსიო რეფორმაზე სოფლის მეურნეობაზე და ამაზე ვიდებატოთ ეგ სხვა არის ეს გასაგებია მაგრამ ამათთან უბრალოდ ნახე ორი სხვადასხვა რაღაცა ახლა ერთი არის პოლიტიკური დებატები მან ვისაც ხელისუფლება დაისვამს იმას აეწევა ესე იგი ოპოზიციურ ნიშაში რეიტინგი და სავარაუდოდ ეს შეიძლება ჭირდებოდეს ოცნებას ეს ერთი ვარიანტი და მეორე ხა თემატურად შენ თუ ხალხთან დიალოგის დაწყება გინდა ეს სხვა რაღაცა ეს ოცნება სხვათა შორის ეს ხელისუფლება ამით არასდროს არ გამოირჩეოდა დიალოგი ხალხთან არა კი ჩაკეტილი კლუბია მაგით ჯერ აკეთებენ მე რეხსნიან და მაგით ოსო პრობლემები რო არის ხო ეს თემატური განხილვა რო რაღაცა ეკონომიკა როგორ განმოვითაროთ ენერგეტიკის პოლიტიკა იქ რა ვიცი სოციალური დაცვის პოლიტიკა ჯანდაცვის პოლიტიკა ამაზე თუ წავიდა მსჯელობა ოღონდ პარტიებზე მარტო აი სპეციალისტები ხო არიან უნივერსიტეტებში ხალხია რაღაცა ადგილობრივ ხელისუფლებაშია ხალხი ეგ სხვა რაღაცა რა ეგეთ დებატები ქვეყანას გამოადგება და იმათთან დებატები ოცნებას გამოადგება რა ეგ მომენტია რა ნახოთ აბა როგორ იქნება საინტერესოა რა ორივე იყოს რა მე არ ვთქვი აღდგი მაგრამ ორივე ან იმათთანაც იყოს დებატები მაგრამ ესეთი დებატებიც იყოს მარტო იმ ხალხთან დებატებს უბრალოდ აი მართლა აზრს ვერ ხვდები რა მე 35 წელი ვაკვირდები საქართველოში ხო და დებატებიც მინახია და მე თვითონაც მიმიღია მონაწილეობა ძალიან ბევრჯერ როცა ვიყავი პოლიტიკაში საქართველოს საბოლოო ჯამში დებატები არ გამოდის რატომ ეს ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებების გამო საქართველოში ვერავის ვერ ათქვევინებ რომ მე არ ვარ მართალი ევროპაში ათქვევინებ ამერიკაში ათქვევინებ გაიგებს ახალს პარტამებიდან მოდის ეს ბავშვ აღზრდის თემაა ყველა ლიდერია ამიტომაც გვიჭირს საქართველოში ქართველებს გაერთიანება ნამდვილად მაგრამ როცა ქართველი წავა იქ ბალაჟენია მოყავს ეგრე ყველგან ეგრეა ხო ყველა სფეროშია ისტორიას გადავხედო ყველგან ქართველი სადღაც სულ არის ჯერ სამი ცნობილი ადამიანი რო ვინმეს რო კითხო ერთ-ერთი ქართველია ხო ყველგან გაჩხერილები ვარ და ხაი ირანის თემაზე რო გადავიდეთ რა აი ტრამპი გამოვიდა და ჩვენ ყავს დიდი ძალები რომელიც გადავისროლეთო ირანისკენ რა და აი როგორ მომენტია ეს და ხა ერთი ხელით აქ მშვიდობის ფორუმებს ხნის მეორე ხელით ეხა არის ხო ყველა წინაპირობა იმისა რომ ირანს შეიძლება დაარტყან მაგრამ მე ვფიქრობ რომ საჰაერო თუ და სახმელეთო ესეთი შეცდომას თუ დაუშვებენ არ ვიცი ირანი არის 95 მილიონიანი ქვეყანა უძლიერესი სახელმწიფო ესე ჩემი აზრით მან თუ სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს აი ვიეტნამში რაც დაემართათ იმაზე უორესი შეიძლება დაემართო და ვიეტნამში ამ წარმოი 20 წელი ომოდნენ იქ და დამარცხებულები გამოვიდნენ საბოლოოდ 1968 წელს MBC ვიეტნამის ანუ ვიეტნამზე რაღაც სიუჟეტი გადაცემა ქონდა და ბოლოს დაასრულეს რომ ყველა არგუმენტი გვერდზე რომ გადავდოთო, მოვიდათ რომ მივხვდეთ რომ უაზრობა ვიეტნამის განადგურება მისი გადარჩენის მიზნითო. და აი აქაც
ან თუ ესენი ესე და ზუსტად ამ მდგომარეობაში ჩავარდებიან არა და აი რას ვიგოთ თქვენ აი როგორ მოხდება ეგ დაარტყამენ თუ არა რა სახმელეთო ოპერაცია უნდა გამოვრიცხოთ. ხო მეც ეგრე ვფიქრობ ხო ვენესუელაშიც ვერ გააკეთეს სახმელეთო ოპერაცია, ის რაც იქაც იგივე პრობლემა შეიძლება დამარცხონ და სადაც ვიეტნამში ის ვენესუელაში რაც ჯუნგლებია გააკეთეს თან იქ და მადუროს გატაცება. ეგ იყო თვითონ ვენესუელის ელიტასთან შეთანხმებული სცენარი და რატომ? იმიტომ რომ აი ჰუგო ჩავესი იყო ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი, ძალიან კარგად ერკვეოდა ეკონომიკაში. ნუ სერიოზული ტიპი იყო რა, განათლებული, შინაარსიანი, ხარიზმატული, კარგი ორგანიზატორი, მაგარი პოლიტიკური ლიდერი. და მაგარ მოახერხა ვენესუელის ეკონომიკის, ნუ რაღაცა სერიოზულ 370 მილიარდზე მეტი ქონდა ეკონომიკა. ნაციონალიზაცია მოახდინა პირველ რიგში. არა, ნაციონალიზაცია უფრო ადრე მოხდა. არ 99-ში არა? ამან ვიღაცები გაყარა შელი და ვიღაცები გაყარა, მაგრამ ნაციონალიზაცია მოხდა 70-იან წლებში. და თუ უფრო ადრე წლებში. თავარი ნაციონალიზაცია მოხდა ჩავესამდე გაცილებით ადრე. ეს უბრალოდ აღარ უშვებდა შიგნით ჰუგო და რამდენიმე კომპანია გააგდო. მე მგონი შელი თუ კარგად მახსოვს. მაგრამ ჩავესმა მოქოქა შედარებით ახლა ვენესუელის ეკონომიკა 370 მილიარდზე მეტი იყო. და მადურომ 13 წელს გარდაიცვალა ეს რა ქვია. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მადურო მაშინ და ჰუგო ჩავესი ეს დატოვა ხო ანდერტი და 80 ბოლოს ახლა 2024 წლის ეკონომიკა იყო 82-84 მილიარდი. ანუ 4-ჯერ შეამცირა ეკონომიკა. და მერე დაიწყო ეს კარტელში წყვილის ჩაყუპა ნარკოტიკების თემაში. ეს ნარკოტიკების თემა მთელმა მსოფლიო იცის რომელი ერთ-ერთი სპეცსამსახურის ბიზნესია, ხო? ყველა მიცის. არ დავასახელებ ახლა იმ სახელმწიფოს. და კოლუმბიიდან, ნუ მონოპოლისტია. და ამან სამხედროების მეშვეობით ესე იგი 10% კოლუმბიური კოკაინის მოქონდა ვენესუელაზე და გაქონდა ამერიკაში. მართლა გაქონდა უღოდ. ტრამპი მაგაში არ ეტყუება და ამ კარტელს ეძახდნენ კარტელ დე სოლოს, ანუ დე სოლეს. სოლეს არის ვარსკვლავი, მზე. ნუ რატო? იმიტომ რომ ვენესუელის სამხედროებს ის აქვს მზე აქვს სიმბოლო. მოკლედ მადურო მოგვაშორეს თემა იყო რა. და ჩემი აზრით ვენესუელის ელიტა მადლობელია რომ მადურო მოაშორეს. აი ხო მაშინ 2008 წლის ომში სააგაშვილი რო წაიყვანათ აი იგივე თემა, მაგრამ არ წაიყვანეს. და ეხლა ირანს რაც შეეხება, ირანი უმთავრესი სამიზნეა უდაოდ და აი ახლა ვისაც უხარია რომ ამ ლიბერალებს ხო უხარიათ ლიბერდებილებს ისო ვენსიო აი ნახეო ვენსიო ჩადისო აზერბაიჯანში სომხეთშიო და ამათო ვაფშეო ხმას არცემსო. კიდე კაი რომ ამ კონტექსტში არ შემოდის, კიდე კაი. ეხლა მე სერიოზულ შარში არიან აზერბაიჯანის და სომხეთის ვენსის ჩასვლის გამო და რატო? იმიტომ რომ ეს ტრამპის გზა, იმის გზა, ამის გზა, ვენსის ვიზიტები, ვენსის ვიზიტს მოყვება 1-15 გენერლის და ადმირალის ვიზიტი და ასე შემდეგ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ირანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციისთვის განკუთვნილი რა. აზერბაიჯანი ისრაელი არ იყენებდა აი მაგას. ხო, ეხლა მაგათ რა უნდათ? ესე იგი ძირითადი დარტყმა რა თქმა უნდა საჰაერო იქნება. ფრთოსანი რაკეტები, ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბები, ავიაბომბები, დრონები, მაგრამ როგორც ჩანს, უნდათ ჩრდილოეთიდანაც შეუტიონ. ჩრდილოეთიდან შეუტიონ და სავარაუდოდ ვინც გეგმავს ამ სამხედრო ოპერაციას ირანზე თავდასხმის, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიიდანაც უნდათ რაღაცა აქტივობები აწარმოონ. იქ უცილობენ ეთნიკურ აზერბაიჯანელს აჯანყებას, მაგრამ შესაძლოა ის ხალხი სულ ისე იქცევა, რომ ამ აითოლოს არ ღალატობენ ბომბების განან. იქ სხვა ის რა არის სპარსელი და არის ირანელი. აი სპარსელი არის 64%. სპარსელი და ირანელი არის ყველა და ყველას თავი მიაჩნია ირანელად. ანუ ირანელი არის კრებითი სახელი, რომ ირანელად მიიჩნევს თავს აზერბაიჯანელიც, ბელუჯიც, არაბიც, რომელიც იქ ცხოვრობს. ანუ ეს მაგათმა მოახერხეს ეს ერთობის შექმნა, რაც უკრაინამ ვერ მოახერხა სხვათა შორის.
და ჩვენც მოვახერხეთ, ჩვენც ხო რუსეთი რო შემოვიდა აქ, ხო დაქსაქსული იყო, იმერეთი ცალკე იყო, კავკასიელი ცალკე, აფხაზეთი ცალკე, დადიანების ცალკე, გურიელები ცალკე და ჩვენ მოვახერხეთ ქართველებმა ერთიანი იდენტობის ჩამოყალიბება მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბრწყინვალის მერე სულ დაშლილი იყო, ხო? აი ეს მოვახერხეთ, ირანელებმაც ეს მოახერხეს. უკრაინელებმა ვერა, ნუ არ ეყოს დრო ალბათ. შემდეგ ეხლა რატო ერთვებიან ამ იმაში რა? რატო ეს ტრამპი რო არიგებს ამ აზერბაიჯანს და სომხეთს და რაღაც რატო არიგებს? იმიტომ რომ აზერბაიჯანი რა თქმა უნდა ესეთი საუბარი რო შედგეს, რა თქმა უნდა ტრამპს ეტყვის და ამერიკელებს რომ კი ბატონო მე რაღაცებში მივიღებ მონაწილეობას, ოღონდ ამას ზურგში არ ჩამარტყავს. და ამას ეს ზურგში არ ჩაგარტყავს, მე ვარ გარანტია და დასვა ორივეს ხელი მოაწერინა, აგერ ჩემი ძმები. ლეშოქთანაც ხო გააფორმეს რაღაც ხელშეკრულება ხალხობალთან. ხო. ეხლა როგორ ჩანს ბაქოს მეაჩნია რომ ესე იგი პერსპექტივას ხედავს გაფართოების. იმიტომ რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდ რომ ირანის დაშლის შემთხვევაში და დაშლა გეგმა ამოცანარი დაშლა, ესე იგი ნახეთ საჰაერო დარტყმები, მერე შიდა გამოსვლები, ეხლა ისევ საჰაერო დარტყმები, მერე შიდა გამოსვლები და საბოლოო ჯამში აჯანჯღარებენ იმ ზომამდე, სანამ არ დაიშლება. დაშლა მოხდება 4-5 ნაწილად მინიმუმ. ესე იგი ბელუჯები ცალკე წავლენ, არაბები ცალკე წავლენ. ბელუჯებს რაღაცა 6% არ არიან? კი არიან, მაგრამ კომპაქტურად არიან და თან პაკისტანის სამხრეთ საზღვართან, მეორე პაკისტანის ბელუჯისტანთან. შემდეგ ჩრდილოეთში სადარბადაგანი ისტორიული აზერბაიჯანელები, ქურთები ირანის თურქეთის საზღვართან. და ნუ ბაქოში შეიძლება იყოს ეს იმედები, რომ აი ჩვენ გავფართოვდებით, კასპიის ზღვისპირა ნავთობის საბადოები, ირანის საბადოები შეიძლება უნდა აინტერესებდეთ, ეს ხალხის ინტეგრაციის უნარი, მაგრამ ეს არის ისე თავის ტყილს მიიღებენ მრავალი წლის. ეგრეა, მაგრამ აქეთან ფლაგზე რამდენი აქ თურქეთის ინტერესები, აი არაბული სამყაროს ინტერესები, აქ რუსეთის ინტერესები არის. კიდე აი ტრამპი რო გამოვიდა და რო თქვა, რომ კავკასია პუტინის ტერიტორიაო. მანამდეც აქ ეს ნათქვამი რომ აი საქართველოს ბუშმა ჩააბარაო რუსეთს ესო ჩემი მე არ დამიკარგა ხო ობამა არა საქართველოზე ბუში თქვა. ობამა ყირიმი და ყირიმიო. ხო კი ბატონო. ანუ ეგრე მაშინ ხო რა და აი ეს ყველაფერი თან თანხwebdriverში არ მოდის იმასთან რომ აი მაგალითად აი გრენლანდიის საკითხი აი ტიპიურად გარიგება ჩანს ხო ეს ყველაფერი იმიტომ რომ აი ესკოვი გამოვიდა და პირდაპირ თქვა მე ამას კომენტარს არ გავაკეთებო ან დანია გრენლანდიის საქმეზეო და მაგრამ ვერც ვიტყვიო რომ ამერიკას ტრამპს შეუულიაო რომ არა მხოლოდ ამერიკის არამედ სოფლიოს ისტორიაში შევიდოსო. პუტინი გამოვიდა და ეს ჩვენ არ გვეხება ის მაგათი საქმე და თვითონ მოაგვარებენო და გაიხსნა ალიასკის მიყიდვა ამერიკელებზე, გაიხსნა 1917 წელს დანიამ რომ ვირჯინიის კუნძულები მიყიდა ამერიკას და ასევე კოლონიალიზმში დასდო ბრალი გრენლანდიის წინააღმდეგ დანიას. და ლავროვი გამოვიდა საერთოდ და ყირიმშია და ეს ყირიმი წარმოვიდგინოთო გრენლანდიის ადგილასო და იქაური რეფერენდუმიც გაიხსენა რა. ეს ხო რაღაც აშკარად გარიგებას ჩანს ეხა ეს ამ პირების განსხვავება, მაგრამ მეორე ხელით აქეთ ეხა ირანი ხო აქ რუსეთის ინტერესებში შედის და რა თქმა უნდა კავკასიაც და ეს ერთმანეთთან როგორ თანხwebdriverში ყველაფერი. თორნიკე რა პრობლემას ხედავ მე რუსეთის ინტერესებში უდაოდ შედის რომ ირანმა შეინარჩუნოს ეს თავისი სუვერენული გზა. ხო და მაგას ვიდახ ხო რატომ? იმიტომ რომ ორი რაღაც ერთი. თუ ირანი რადიკალურად მისი მოწინააღმდეგე ქვეყანა გახდება, კასპიის ზღვიდან ისეთი პრობლემები შექმნა შეუძლია, რომ ნუ თან შედარებით დაუცველი ადგილია. ეს კავკასიას რომ მოიშალოს მთელი ეს კასპიის ზღვის ქვეყნები და ცენტრალური აზია. მაგრამ პრობლემა არის რუსეთის ელიტა, პრობლემა. რომელიც ისრაელს განიხილავს როგორც თავის მოკავშირეს. და რატო პირდაპირ ამბობენ რომ ისრაელის მოსახლეობის მე-13 არის რუსეთიდან წასული რუსულენოვანი ხალხი. გარდა ამისა, ნუ ეგრეც არის არა? ეს ხაბადი ძალიან ძლიერია რუსეთშიც, უკრაინაშიც, ამერიკაშიც.
და ჩვენ რო დავაკვირდეთ ახლა ვინ მონაწილეობს ამ მოლაპარაკებებში, ძირითადად ეს არის ხაბადის წარმომადგენლები, ერთი მხრიდანაც, მეორე მხრიდანაც და მესამე მხრიდანაც. აქედან გამომდინარე, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი რა პოზიციას დაიკავებს, მე გამიჭირდება თქვა წინასწარ. სიტყვით რა თქმა უნდა გამოვა და აგმობს რაღაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს განცხადებას, მაგრამ გავიხსენოთ 12 დღიანი ომი რო იყო ისრაელ-ირანის. ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიზანშეწონილობის საბჭოს წევრმა და ეს ერთ-ერთი სერიოზული სტრუქტურა ირანში განაცხადა, რომ რუსეთმა სატელიტური დაზვერვის მონაცემები გადასცა ისრაელს თუ სადმდებარეობდა ჩვენი ანტისახელმწიფო სისტემები. ეს განცხადება იყო. და ირანში არც არავის არ უარყვია უფრო მაღალი დონის ჩინოვნიკს ან პოლიტიკოს, რომ ეს ასე არ არის, ეს თავისი აზრით თქვა. არ ვიცი ახლა. ერთადერთი ქვეყანა, ვინც უпроსტად ერთადერთი არა, მაგრამ ქვეყნები, ვინც არ არის დაინტერესებული ირანის დაშლით, ეს არის თურქეთი, უდაოდ, იმიტომ რომ თურქეთს ესმის, რომ შემდეგი თვითონ არის. თურქების პრობლემა. ირანი თუ დაშალეს, შემდეგი არის თურქეთი დაიშლება. და ჩინეთი. ჩინეთს რატო აქვს ახლა ეს პრობლემა? იმიტომ რომ ჩინეთი ყიდულობს ირანის და ვენესუელის ნავთობი ჯამში ერთად შეადგენს 20%-ს ჩინეთის მიერ შესყიდული ნავთობისა. 75% გარეთ ყიდულობს ხო ჩინეთი ზოგადად? და ირანიდან ყიდულობს დიდ ნაწილს. თვითონ აქვს ჩინეთს ნავთობის მოპოვება, მაგრამ რაღაც 2.5 მილიონ ბარელს დღეში. 11 მილიონ ბარელს ყიდულობს დღეში. აი, როგორც გარეთ ყიდულობს 25 თვითონ. ხო, თან ირანს ესე იგი დაუდო ჩინეთმა შეთანხმება, რომ მიუხედავად იმ სანქციებისა ყველაფრისა, გრძელვადიანი შეთანხმება დაუდო, რომლის გამოც 20%-იანი იაფიანი ტარიფები ხო, თან. ტარიფი აქვს, არ მახსოვს ახლა პროცენტი, მაგრამ სადღაც 5 მინიმუმ რუსეთთანაც ეგრე აქვს, მე ვიხატი იაფიანი ტარიფები აქვს. რუსეთთანაც ეგრე. თან ეს ირანული ნავთობი, კაი ხარისხის ნავთობი. ვენესუელის ნავთობი, დიდი ნაწილის ზემძიმე ნავთობი არ ზემია, ხო, ეგრეა. მოპოვებაც უფრო ძვირი ჩდება. ამიტომ ჩინეთი არ ვიცი რა სიზამს, ალბათ უკვე გადასცას ანტისახელმწიფო სისტემები, ჩინელი ინსტრუქტორები შეიძლება უკვე მუშაობენ მიწაზე ირანში. ეგ ინფორმაცია მე არ მაქვს, ახლა ინსაიდერული ინფორმაცია. და ვნახოთ ახლა ჩვენი რისკები რა არის? ჩვენი რისკები არის ის, რომ ჩვენ სხვათა შორის 2016-17 წლებში ჩვენს ხელისუფლებას მოსთხოვეს ირანის წინააღმდეგ მარნეულის საჰაერო ბაზის, ასე ვთქვათ, გამოყენების შესაძლებლობა. ამ ხელისუფლებამ თქვა ამაზე უარი. და სწორიც გააკეთა, იმიტომ რომ აუცილებლად მივიღებდით ბალისტიკურ დარტყმებს კონფლიქტის დროს. ჯერ გომი რო დაიწყოს, იმდენი მიგრანტი მოაწყდება ჩვენ საზღვარსო. ჩვენთან წამოვა, ჩემი აზრით წამოვა რაღაც მიგრანტი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ძირითადად აზერბაიჯანში, სომხეთში, პაკისტანში და თურქეთში წავა. ჩვენთან შეიძლება დაახლოებით 20-30 ირანელი შემოვიდეს, ეს საშუალო ფენა. გადახდეს უნარიანი და ახლა თუ ომს ვინც არ უნდა იყოს ახლა ეს ირანელია, რუსია, უკრაინელია, ყველა უნდა შევიფაროთ. იმიტომ რომ ჩვენ თვითონ აფხაზეთის მერე, ცხინვალის კონფლიქტის მერე სხვა ქვეყნებმა შეიფარეს ჩვენი დევნილება. ხო, გასაგებია უნდა შევფაროთ, მაგრამ პრობლემა ხო იქნება ზოგადად ახლა ეს გასაგებია. რა თქმა უნდა, სანამ არ დაალაგდება ახლა სიტუაცია, მანამდე თავშესაფარი, მაგრამ ჩვენგან ყველა ცდილობს მერე რომ ევროპაში გადავიდეს და რაღაც ახლა თურქეთმაც 4 მილიონი სირიელი შეიფარა, მაგრამ ახლა უკვე ბრუნდება ყველა ეგ სირიაში მეტნაკლებად. აი ჩვენთან კიდე რა მომენტი ეს ლიბერალები რომ შაჰის მხარდამჭერები რო არიან და ეს შაჰს რო ბალეშიკობენ და როგორი მომენტი ახლა ირანში და აი აქ არაბულ სამყაროში აი ნახევარკუნძული ხო პირდაპირ დიქტატურა, ხო იქ დემოკრატიასთან არაფერი კავშირში არა, ირანში უფრო მეტი დემოკრატია, ვიდრე იმ სამყაროში, მაგრამ იქ ხო არავინ არაფერს არ ახსენებს, ყველა წყნარად არის. ეს პროპაგანდა, როგორც აი სლავა უკრაინშიკები ერთ ამბავში იყვნენ, ეხა ამ ირანზე არიან და ერთად ირანელ მიგრანტებთან ერთად ქუჩებში გამოდიან, შაჰს უმღერიან, აი ამ აბსურდში არიან. და ეს კომიკურია რა ეს ყველაფერი. მე როგორც გავიგე, ეგეთ აქციაში მონაწილეობა 100-დან 150 ევრომდე აღიზარდა. ეს თავკა არის? ხო. და ახლა უარს ვერ იძახიან. უარს ვერ იძახიან და შაჰს რაც შეეხება ახლა ეს ფეხლების დინასტია, არ არის პრინციპში სამეფო დინასტია.
ეგ არის სამხედრო კაცი იყო, გადატრიალება მოახდინა და თვითონ დაждდა შაჰი. არის მეორე დინასტია, ყაჯარების დინასტია, ჩვენთვის ავადსახსენებელი აჰმად-ხანის მიერ დაარსებული დინასტია, რომელსაც თავმოულობა ყავს და სხვათა შორის ძალიან დიდი შთამომავლობა ყავს და კლუბიც აქვს. თვითონ ეს საჭურისი იყო აჰმად-ხანი, მაგრამ ნუ ალბათ ძმისშვილები რაღაცა ესეთი შვილები რაღაცა გაშტოებები. და ბაქომ გააძრო ეგ ტიპი რა მოკლედ. ესე იგი სულთან ბებეკ მირზა ყაჯარი. ბაქოში გაიჭიდა და შაჰი ვარ რა. და ბაქოც ამბობს რომ კი ეს არის. ეს ახლა ფეხლები რაღაცა რამდენიმე 30 რაღაცა წელი. თუ ორი მამა და შვილი და ახლა მესამე ეს უნდათ რომ ყაჯარების დინასტია, ნუ ცოტა უფრო დიდხანს იყო. და აჰმად-ხანმა დაწყებულოს მაგის ნუ ჩვენ აგვაოხრა რა იმის მერე დავკარგეთ ყველაფერი და აი ბაქოს მოკლედ იქაც ის არის რა და ეს ჩვენი აკაცუკები ლიბერდებილები ჩამოყალიბდნენ ახლა სულთან ბებეკ მირზა ყაჯარს უჭერენ ხარს თუ ღერიან სიმღერებს ღერია შაჰის ხო და აი შაჰი ხა ამჯერჯერ ფეხლებზე არიან გაჩერებულები მაშინ შეიცვალა კაცო მაგრამ ღერიან სიმღერა შაჰის აი ეს ერთად ირანებთან ღერიან შაჰზე რაღაცა სიმღერებს ეხა ყაჯარების დინასტია რითია საინტერესო რა და ბაქორატო ბუსტავს ბაქოს მედიაში ესეთი ვითომ ოპოზიციური მედია როა ხო და გამოყავთ და აი ჩაცმული თურლაშები ყაჯარების დინასტია იყო თურქული წარმოშობის და ირანს დიდი ხანი მართავდა თურქული წარმოშობის ეს დინასტიები ანუ ელიტა ყიზილბაშები იყვნენ თურქული მოდგმის ხალხი და ნუ ხალხი იყო სპარსელები აქედან გამომდინარე მათთვის ეს ყაჯარების დინასტია უფრო მისაღებია ვიდრე რეზა ფეხლევის ოჯახი რომელიც ის არის. სხვათა შორის ერთი არ ვიცი რამდენად ნამდვილი ამბავია, მაგრამ ნუ ამბობენ ნამდვილია თეირანში რომ იმართებოდა კონფერენცია 1953-ში. ხო ეს რუზველტი, ჩერჩილი, სტალინი რო ჩავიდნენ. ეს მაშინ ეს ფეხლევი შაჰი, мама იყო პატარა რა, 6 რაღაც, ნუ 19 წლის თუ ძალიან პატარა იყო. 16 საათი არ მახსოვს და ნუ სტალინი შეხვდა ხა მასპინძელი ქვეყნის შაჰია და ეს ფეხლები თუ რა დაიჩო ხო ჩაუვარდა ფეხებში ბერიას რო გადახედა და ბერიას გადაულაპარაკო გიორგი სააკაძე ხედავდეს ეგ მართალის რო არ იყოს ჩემთვის მართალია მე ვიჯერებ რომ ეგრეა ო მაგრამ კაი ისტორია აი როგორც ეს ლიბერალები იჯერებენ თავის საქმეში რაც აწყობთ მეც ეს მაწყობს და მეც მაწყობს და ვიჯერებ ჩვენი მითოლოგია გეთახმები მაგრამ ნუ სასიამოვნო მითოლოგია და დიდი შანსია რომ სწორი მართალით იყოს მან კიდე ერთი ისტორია რომელიც ხალიჩების ისტორია მოყვე? მოყვე. მოკლედ ერთი კაცი არა რომლის мама ესწრებოდა საბჭოთა კავშირის დელეგაციაში იყო ესწრებოდა თეირანის კონფერენციას. ნუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამბავში იყო. ხო და ნუ ის კაცი სამწუხაროდ გარდაიცვალა სახელოვანი კაცი იყო, გვარს არ დავასახელებ და მისი შვილი ნუ ესეთი ისე შულმა გადაწყვეტ, ნუ ფული არ ქონდა რა 90-იანებში ყველას რო გაუჭირდა, სახში აქვს ორი ხალიჩა რა, დიდი ხალიჩა, პატარა ხალიჩა და გადაწყვეტა რომ გაყიდოს. აი კაბანო თუბანის აზერბაიჯანელებს თხოვა, ვისაც იცნობდა ეგ. რო გამეხმარეთ რა თქვენიც ხალიჩების საქმე. ოუყვანეს ვიღაც კი ვარიო მყიდველიო, მაგ შენ ხალიჩებზეო და ფასიო, ნუ მაშინ რა ფასი ხა $300 იყო ერთი თვე მაგრა იყავი რა 94-15. ხა $300 საქსიგები. ხო. და ამას უნდა რომ რაღაც ერთი 300-400-ად გაყიდოს რა. და იმან ესე იგი 1000-ად ვიყიდი თუ ეს გაგიჟდა. მე ძმაკაცი ეუბნება რომ ბიჭო რაღაცა თემაო და 1000-ად არ გაყიდო. მოკლედ მიდის მაშინ ახლა მობილურებიც არ იყო მე მგონი და მიდის ეს სახლის ტელეფონზე გადარეკვა, გადმორეკვა, დაბარებები, ესე 4-5 დღე მიდის ეს
ამბავი და ბოლოს მოკლედ სადღაც არიან ასულები, ესე იგი $7,000. და ესენი ხვდებიან რომ კიდია რა რაღაცა არის ხო მაგრამ თან მაშინ სპეციალისტიც არც ვერავის აჩვენებ რომ შენ გიფასოს რაღაცა და მოკლედ მოვიყვანო მაშინ კლენს და შენ თვითონ მოელაპარაკებო მაგრამ მე როგორ ჩამოვალსო არ დამჩაგრავთო მიიყვანა აღმოჩნდა ვიღაც ქართველი ებრაელი ისრაელში წასული დროებით ჩამოსული ეს ებრაელი უბნება რომ $20,000 მოვიტანეო და გაძლევ ეს ღირსო 50,000 ეს ხალიჩაო მაგრამ ნუ შენ ვერ გაყიდეო ხა საქართველოში მე უნდა წავიღო ეს და რაღაც უცხოეთში ვიცი სადაც გავყიდეო და მე გავყიდეო პულსო ვიშოვე და შენ 20,000 გაძლევ ეხლავე ნუ ამ 20,000 $400 უნდა გაყიდო მე აიყო და დაიწყო ამან ეხლა დიდი ხალიჩის გახვევა რომ გაატანოს ეგო რა შვებიო როგორ ხალიჩი ხო იყიდო ეგო არ მინდა ის პატარა მომეციო ეს არ გინდა არა მაგას გიგიტოვებ უგას ეს ორივე სფასი იყო რა და დაიჭირა ხელში უკვე ის ებრაელი კაცი უბნება მამა შენიო თეირანში რო იყო ეს ხალიჩაო შახ მაჩუკა მისი პირადი სალოცავი ხალიჩა არის და ამის ფასი არის შენ ვიცი ხო წავედი მოკლედ ესეთი ისტორია არის მაგ თეირანთან და შახთან დაკავშირებით არა საინტერესო პროცესები მიდის რა სოფლიოში ხა მე ჩემს მაინც ირანში გავუჭირდებათ ეგ მე განახორციელა იმიტომ რომ ირანი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა და ერთი მომენტი რა არის აი გრენლანდიას რო დაუბრუნდეთ რა გრენლანდიას აი ხა ამერიკაში ოქტომბერში არჩევნები არის კონგრესის და სენატის ერთდროულად და ტრამპის რეიტინგი ამერიკაში საერთოდ არ არის ახალბილ მდგომარეობაში რა და აი ხა ეს რო დაიბრუნო ეს გრენლანდია რო მიერთოს იქ ძალიან რეიტინგი ეგრევე აეწევა ხო ეგ როგორ იმპერიალისტური სახელმწიფოა ხო როგორც რუსეთი და იმპერიალისტო თავი რო დავონებოდ ეხა ჩვენც რო ნებისმიერი ტერიტორია რო შემოვიერთო ჩვენიც რო არ იყოს აქ უწინააღმდეგე არავინ არ წავა ხო ამაზე ან თუნდაც ეხა აი დავით გარეჯი რო ავიღოთ აზერბაიჯანელს აქ იქ აზერბაიჯანელები არ მგონია რომ წუხდნენ რომ ეს დაგვიბრუნა ხო ჩვენ ამაზე მოსახლეობა ის ისეთ ანუ ბუნებრივი მოვლენაა ხო ეხა რაღაცა ტერიტორიას რო ქვეყანა იერთებს ეს იქ ხალხს რაღაცა სიამყის განცდას უჩენს და ამიტომ ჩემი აზრით მე მგონია რომ ეს არჩევნებამდე ამ გრენლანდიის ამბავს სავარაუდოდ მოაგვარებს მე გრენლანდიის მერე კავლას კანადის ჯერ იქნება კანადა უკვე მერე სრულ ბლოკადაში ეყოლება ხო აქ ამერიკა გრენლანდია აქედან ალიასკა და ბოლომდე კანადა მოკლედ ძალიან სულ მდგომარეობაში ვარდება და იქ შტატის სახელი დამავიწყდა კანადაში ყველაზე კონსერვატიული და მდიდარი შტატი როა ეხლა რო ითხოვენ გამოყოფას ხო ალბერტის შტატი მან ხო ითხოვენ გამოყოფას თან ესა რა ქვია ისიც გამოვიდა სკობესენტი და მხარი დაუჭირა მაგ ფაქტს და მოკლედ აი აქ აი როგორი მომენტებია თქვენ როგორ ფიქრობთ ეს გრენლანდია რა ბედიელის ნუ პირველი ის რომ გრენლანდია სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის მართლაც საჭიროა, იმიტომ რომ გრენლანდია მდებარეობს იმ მარშრუტზე, სადაც იფრენს ღმერთმა გვაშოროს საკონტინენტაშორისო ბირთვული ბალისტიკური რაკეტები რუსეთიდან ამერიკაში. და ამერიკიდან რუსეთშიც. ახლა რუსებს იქ აქვთ ინფრასტრუქტურა, გრენლანდიაში არა, გრენლანდიიდან არც თუ ისე სორს ფრანც იოსიფის კუნძულებზე და ახალი მიწა ესე ქვია ორი დიდი კუნძულია, ნუ არქიპელაგი. რუსებს და პლუს არხანგელსკი მურმანსკშიც აქვს. და შეერთებულ შტატებს არ აქვს. ადრე ქონდა ეს ბაზა მაგრამ არასწორი გათვლები მოხდა, ეგონათ რომ ესე იგი გრენლანდიის შუაგული დაფარული არის 3-4 კილომეტრიანი ყინულით. და გათხარეს ეს ყინული, დავიდნენ ესე იგი შიგნით გააკეთეს ბაზა, რომელსაც ყინულის ჭიაყელა დაარქვეს. ნუ ალბათ ლაბირინთები იყო, ან იკლაკნებოდა რაღაცა, მაგრამ აღმოჩნდა რომ მათ ეგონათ დაპროექტების დროს, რომ ეს 4 კილომეტრიანი ყინული არის სტაბილური. და ნუ ბეტონივით დგას და აღმოჩნდა რომ არა, თურმე მოძრაობს რა და მიხვდნენ რომ მოყვება ეს ყველაფერი ქვეშ და ჩაინგრევა და მოკლედ გაუქმეს ეს ბაზა. ეხლა ახალ რეალობაში ეს ჭირდებათ. პლუს ამას დაემატა ის, რომ იქ სავაჭრო მაგისტრალები შეიძლება განვითარდეს და ინტენსიური გახდეს ზღვაოსნობა ჩრდილოეთის მარშრუტით.
გარდა ამისა, ამ გრენლანდიას ტრამპი, რა თქმა უნდა, კულისებში შეეძლო ამ საკითხების მოგვარება და იქ რაც რადარებიც და რა ლოკატორებიც უნდა განითავსებია, ამას არავინ უარს არ ეთყოდა მაგაზე. მაგრამ ამ გრენლანდიის საკითხს იყენებს ბრიტანეთის საკურატურო ზონის დასამცირებლად და ბრიტანეთის დასაყრინებლად. კანადაც ბრიტანეთის ასეთი კრიპტო იმპერიის ნაწილია, გრენლანდიაც, იმიტომ რომ დანია კრიპტო იმპერია. მეფეს არ ხო. და მთელი ეს ნორდიკული ლიგა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, დანია, ბელგია, ჰოლანდია, ეს არის სულ ბრიტანეთის გავლენის ქვეშ ყოფილი და სხვადასხვა გერმანიაც. და ბრიტანეთი მარტო, საფრანგეთი არა. თუმცა გლობალისტურ ჩარჩოებში თანამშრომლობა. იმიტომ რომ მაკრონის პატრონი არის როჩილდები და როჩილდები ინგლისის შტო იქაც ძლიერები არიან. ამიტომ ტრამპი ესე იგი რუსებს აქვთ გამოთქვა პალესტინას პრიატნებ რა, მართლა ჭირდება ეს გრენლანდია სტრატეგიული ბალანსისთვის და მეორედ, ერთობას არღვევს ევროკავშირში, ერთობას როგორ არღვევს. რო თქვა, რომ გრენლანდია მინდა, ზოგიერთმა ქვეყანამ, ეხლა დანია ერთია, მაგრამ იქ დაუშვათ ჩეხეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, დაუშვათ ავსტრია, ხო, ახლა წაიღოს რა პრობლემაა. და მთელი რიგი ქვეყნები ამბობენ მაგას შიგნით ევროპული დისკუსიები რომ მიდის, მივცეთ, წაიღოს. მაგრამ რაღაც, დაპირისპირების ახალი ის გააჩინა რა, ასპარეზი. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი არის მიმართული ევროკავშირის პროექტის წინააღმდეგ, რომლის დაშლა სურს ტრამპს. ნატოს წინააღმდეგაც. ნატოს წინააღმდეგ როგორ? აი ნატოს ბოლომდე არ დაშლიან, რატო? იმიტომ რომ ნატო არის ამერიკული იარაღის გასაღების ერთ-ერთი საუკეთესო ბაზა. არა, ხო, ეგ ამიტომ ნატოს შეინარჩუნებს, იმიტომ რომ გაყიდოს თავისი იარაღი ნატოს წევრებს. თორე სტრატეგიული მიმართულებით ეხლა შეერთებულ შტატებს არ აქვთ რა. მაგიტომაც გადათქვა ეხლა რომ სამხედრო იმითი აღარ ვაპირებ. მან კიდე მიდის საუბარი რომ პირდაპირ იყიდონ, აი მილიონი, იქ არის 54,000 მოსახლეობა, 90% ესკიმოსები არიან, ხო და უნდათ რომ აი საუბარი რომ მილიონი და რეფერენდუმი ჩაწერეს და მილიონი დაურიგონ რა იქ მოსახლეობას რა არის ვარაუდებით გაჟონა ესე საინფორმაციო ველში. რაღაცა ერთ-ერთი ვერსია არის რომ ხა ბაზებს სადაც განალაგებენ ის იყოს ამერიკული ტერიტორია. პუტინმაც ხო თქვა რომ აგერ ჩვენ გაყიდვის ფაქტები მიყიდვების ხო გაიხსენა. ალიასკის მიყიდა, მაგრამ ალიასკა რა სიტუაციაში მიყიდა რუსეთის მეფემ ალექსანდრე. კაჟე ფასის თქვა. დღევანდელი 250 მილიონი დაждდებაო გრენლანდიაო. ეგ ცოტა ისეთი ფასია რომ ოქროებში რო თქვა მილიარდიო. ან ეს შეადარა იმ ფას მაშინ სადღა 8 მილიონად გაიყიდაო ეს ალიასკაო და დღევანდელი ფასებით გამოდის სადღაც 200 მილიონამდეო. პუტინი ადარებს ალიასკის ფასს, მაგრამ ალიასკის ფასი არ არის. კვადრატულობით ის ოდნავ დიდიაო გრენლანდია იმაზე. მილიონში და ეს 2 მილიონი. ალიასკა რუსეთმა გაყიდა 7,200,000 დოლარი. ხო. რაც დღევანდელი 145 მილიონი დოლარი. მაგ ლოგიკით თქვა ეგ. როცა 1916 წელს, როცა ამერიკამ გრენლანდია აღიარა დანიის ნაწილად, მაშინ დანიისგან იყიდა ვირჯინიის კუნძულების ნახევარი. კი. დღეს რასაც ქვია ამერიკის ვირჯინიის კუნძულები. რაშიც გადაიხადა 25 მილიონი დოლარი და ის 25 მილიონი დოლარი დღევანდელი 600 მილიონი დოლარია. თუ ვირჯინიის კუნძულების ტარიფს ავიღებ, ზოგადად, მაშინ 20 მილიარდი გამოდის გრენლანდია. 50 მილიარდიც რო გამოვიდეს, არ გაუჭირდებათ ხმად გადახდა. ბოლო დაბეჭდა. ხო, რა პრობლემაა. ამიტომ ევროკავშირის ტორპედირების ამბავია, ბრიტანეთის ტორპედირების ამბავია, სერიოზული კონფლიქტია ბრიტანეთსა და იმას შორის, ამერიკას შორის, ტრამპის ამერიკას შორის. რომელიც ესე მარტივად არ დამთავრდება ახლა. ახსოვს რომ იყო საუბარი რომ რუსეთი ჩაერია ტრამპის საარჩევნო ტრამპის სასარგებლოდ გამოძიება ფებერი რაღაცა. აღმოჩნდა რომ ბრიტანელები ჩაერიან ტრამპის საწინააღმდეგოდ. იმ წინაარჩევნებში და აქაც 12 ბრიგადა ყავდათ გამოშვებული. უბრალოდ ამას ახლა ძალიან ზედმეტად დემონსტრირებას ამისას არ ახდენენ, მაგრამ ეს ვინც არის ჩახედული უფრო ღრმად იციან. რთული პროცესები მიდის საბოლოო ჯამში
ახალი წესრიგის შემუშავებამდე ვინ რას მიიტაცებს აი ეს პროცესია ახლა ზოგადად შენ მართალი თქვი რომ შეთანხმებას გავს რომ დასავლეთ ნახევარსფეროში მე არ შემედაოთ არაფერი და ეს მიუთითებს იმაზე რომ ევრაზიაში შეერთებული შტატები ევრაზიის კონტინენტზე ნაკლებად აქტიურები იქნებიან გარდა იმისა რაც ეხება ისრაელს. რატომ? იმიტომ რომ ნუ ახლა ტრამპი ადელსონის ოჯახთან შელდონ ადელსონის ოჯახი იყო მთავარი სპონსორი ტრამპის. ხო, ეს ადელსონების ოჯახი ახლა ის შელდონი გარდაიცვალა, მაგრამ მირიამი არის ამერიკის სიონისტთა კონგრესის ხელმძღვანელი. და სერიოზული გავლენა აქვს ახლა ჩვენ ვიცით, ხო? ებრაელებს შეერთებულ შტატებში და არა მარტო და აქედან გამომდინარე ისრაელი დღეს წესრიგში ტოპ პრიორიტეტია. ეს ირანის ამბავიც ამ პრიზმაში უნდა დავინახოთ. დემოკრატებისთვის ცოტა სხვანაირად არის. კიდე სხვათა შორის არის როგორი რაღაცა იცი ორი პარტია ხო ამერიკაში ხო დემოკრატები რესპუბლიკელები. მათ არაფორმალურად აქვს ქვეყნები გადანაწილებული. ამ გადანაწილებაში ჩვენ მოვხდით დემოკრატების აქტივში. ანუ გადანაწილებული რას ქვია, აი შენ იქ ხარ დომინანტი და იქ განსაზღვრავ ხელისუფლებაში რაღაცები როგორი პოლიტიკა ისა. ეხლა ეს არ ნიშნავს იმას რომ რესპუბლიკელს უფლება არ აქვს ჩაერიოს. მაგრამ აი ესეთ და მაშინ აზერბაიჯანი რესპუბლიკელებმა იღეს რა რადგან ავტობის თემა იყო. დემოკრატებმა, ნუ საქართველოს, უკრაინა მაგალითად დემოკრატებმა წაიღეს. რუსეთი რესპუბლიკელები. ჩვენთან მაგიტო არ გამოდის უმოქმედოთ რო არის, ან საერთოდ რო არ ვარსებოთ მაგათთვის. არა, ჩვენ პერსპექტივა თვითონაც დაბნეული არიან, შეხურგუნია რომ მოელოდენ ამ სიტუაციას. თვითონ არიან დაბნეული და შოკში. ამერიკის პოლიტიკური ესტაბლიშმენტი ვინც წვეთს ახლა საგარეო პოლიტიკურ თემებს, ხო? ესეთ რაღაცას როგორ მოელოდენ, კაცო, გაკურებული არიან ჩვენ ვასალები, აუხადა. რამდენი როგორ გავბედით, ხო? ხო, რა თქმა უნდა, მაგათთვის არის სერიოზული შოკი. კი არა, მე ხო? კოლონიზატორი ყველაფერს გაპატიებს თავისუფლების მოთხოვნით გარდა, ხო? არა, თან ვისგან კაცო, ერთგულად ემსახურა 2000 აი შარლ მიშელის შეთანხმება ერთგულად რაღაცა და ყველაზე საჭირო მომენტში, ესე იგი, შენ ვარი თქვი, რომ ის იყო, გახდა მისი ტორპედო. და შეასყდა რუსეთს. მაგათთვის არის კულტურული შოკი, რა ვთქვი, რა უფლებით თქვი ვარი. გარდა დაზიანდები, მე რა დაზიანდები, ჩემთვის არ უნდა გააკეთო ახლა ხო, აბარა. ხო. აი ეს მიდგომა აქვს და ეხლა არიან შოკში. არიციან რა ქნან. ნუ სადეს ერთი გადატრიალება მეორე მესამე მეოთხე მეგონი ხუთი ჰქონდათ ხო ბოლოს. კი, გაც. არა, ესეც არ გამოვიდა. ეხლა მე ვფიქრობ რომ აი რატო დაიწყეს ამ ოცნებამ ფასების თემა. ალბათ ინფორმაცია მიიღეს რომ ფასებზე და სოციალურ თემებზე აპირებენ ახალ აჯანყებას. და ერთი მომენტი კიდე მან გაიხსენეთ ეს ხო არ გავს იმას, ეხლა კიდე მიგრანტებზე მიიღეს კანონი გამკაცდა სამუშაო ადგილების ანუ ეს მარტივად აღარ გაიცემა მიგრანტებს. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ შეიძლება არჩევნები რიგარეში არჩევნების დანიშვნას აპირებენ ესენი. საშემოდგომოდ. მე საერთოდ თუ იქნება რიგარეში არჩევნები პირადად მე მივესალმები. რატომ? იმიტომ რომ დღის წესრიგში დგას კონსტიტუციის ფუნდამენტური რეფორმა. გაცვლილება. ხო არა, მაგას გულს ეგ უნდა, ეგ მისია. გარდა იმისა, რომ ის ყბადაღებული 78 მუხლია, გარდა იმისა, რომ ანაკლიის პორტი და ლამის დიდუბის ვაგზალია ჩაწერილი კონსტიტუციაში. იქ არის ერთი მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომ ესე იგი უპირატესია ვიდრე საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა. აი ეს ნორმა მე არ მომწონს. ვიღაც ქვეყნებს აქვთ, ანუ მე რაღაცა შეთანხმებას მოვაწერე ხელი, ხო? პირობა აი მაგალითად მოვაწერე შეთანხმებას ხელი, რომ ევროკომისია ესე იგი ამ სტრატეგიით რასაც მიიღებს, ამას მე ვეთანხმებ. და მომავალში მიიღო ისეთი რამე, რაც შემთხვევით კატეგორიულად მიუღებელია, ხო? ჩარჩოდან გამომდინარე. და ამ დროს ჩემს კონსტიტუციაში მაქვს ჩაწერილი, რომ ის უპირატესია ჩემს ეროვნულ კანონმდებლობას. აი ეს მუხლი არის ამოსაღები,
საკანონმდებლო სუვერენიტეტი ეს ნატო და ევროკავშირის ამოსაღებია. ეს 78 მუხლით მუცალსახად ახლა ჩვენ შეიძლება ოღონდ არის ეს იმას ჩვენ უარს ვიძახით. ნუ ეხლა ნატოზე რო უარს ვიძახით, ეგ ნუ ახლა მაგას საუბარი არც არის ხარ. ნუ დიდი აფიორა. ორი საუკუნის აფიორა ჩაგვიტარეს. ნატო და ის ევროკავშირი და რაღაცა და ეს. ეგ უკვე სამართლიანო მაგაზე საუბარი. ნუ ეს ზღაპრები რა თქმა უნდა. ამიტომაც უნდა ამოვიღოთ ეგა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეგ კარტი ჩვენ დავკარგოთ. ხო. კონსტიტუციაში არ უნდა იყოს უბრალოდ. მოდით ჩვენ მედაში ოფიციალური პირები არ ვართ. ეს ნატო და შმატო და რაღაცები რატო წამოვიწყეთ? იმიტომ რომ კარტი ქონდა რუსეთთან აფხაზეთის თემაში გასასვლელი. რეალურად ამისთვის იყო. მაგრამ მე სხვა ფორმა მიცეს. აი როცა გარემართვაზე მთლიანად გადაიყვანეს. ეგ მაგის უნდა გამოგვეყენებინა, მაგრამ ჩვენ არ ვიყენებდით მაგის. რატო შევარდნაძემ გამოიყენა და აი 2003 წლის თებერვალში პუტინს შეუთანხმდა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაზე და 30000 დევნილი დაბრუნდა გალში. შევარდნაძის მერე ხო. უყურეთ, დაბრუნდა გალში 30000 დევნილი პუტინის და შევარდნაძის შეთანხმებით. და მერე უნდა წასულიყო ოჩამჩირე, მერე გულრიფში, მერე სოხუმი. ვაჭრობაც იყო თავისუფალი და ხაზები იყო ავტობუსების და ეგ ხო. ხო, ანუ წინვალში კიდე მე ღამე მე მეგულისხარ იმისას მე ხო ეს ჩვენ ხო აღარ გამოგვიყენებია. ამ და შევარდნაძის ჩამოგდების თავარი მიზეზი იყო სწორედ ეს, რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა დაიძრა. გაბედა. ხო, ეს არ აწყობდათ, იმიტომ რომ მთელი დასავლური გეოპოლიტიკური მოძრაობები აქ დაფუძნებულია იმაზე, რომ არსებული კონფლიქტები შეინარჩუნონ, რატო? იმიტომ რომ შეუძლებელი იყოს შენი და რუსის დალაგება რა. მეზობლური თუ არ უნდა არსებობს ხო თავარი მიზანი იგივე ყარაბაღი რო მოაგვარა ალეევმა რა დღეს შეაგდეს როგორ გაბედეო საკუთარი ტერიტორია როგორ გადაიბრუნეო იმიტომ რომ თვითონ დაკარგეს ეს გავლენის ბერკეტი და ასე ისევე უნდათ რა რომ ამ აფხაზეთის თემით გამოგიყენონ ისე რუსეთის წინააღმდეგ მოკლედ ნუ ჩვენ რას დავიტოვებთ რას არა მაგრამ საკუთარ თვითმმართველობის რეფორმაა საჭირო რეგიონალური მოწყობის ახლა ისტორია შენ კარგად იცი მეც რაღაც წარმოდგენა მაქვს ჩვენ ვიყავით ყოველთვის სამხარეო მოწყობის ქვეყანა და მე კომუნისტებმა შემოიღეს ეს რაიონული საბჭოური და რაიონება რომელიც ესე ხელით რომ მართავდა რაღაცა შეიძლება ეფექტური იყოს მაგრამ დიდ პროცესში ვერ არის ეფექტური. ის მხარე არის გეოგრაფიულად, ეთნოფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებული კულტურულ, სოციალური სამზარეულოსკის განსხვავებულია, ხო, დიალექტისკი განსხვავებულია. და რატო არის ეს? იმიტომ რომ გეოგრაფიულად ასეა. შესაბამისად გეოგრაფიულად რო ასეა, ეკონომიკურადაც ესე უფრო რენტაბელურია მისი ცალკე ერთეულად ჩამოყალიბება. ამიტომ ხარეებზე უნდა გადავიდეს რაიონს კი არ უნდა ქონდეს ბიუჯეტი ხარეს უნდა ქონდეს ერთი ცენტრალიზებული ბიუჯეტი და რაიონის განვითარება კი არ უნდა დაიგეგმოს ხარის განვითარება უნდა დაიგეგმოს აი ეს რეფორმები კონსტიტუციაშია ჩასაწევი კი ხო და აი დეცენტრალიზაციაც უნდა მოხდეს ზოგადად რა ხო ეგაა მთავარი ყველაფერი აქ თბილისში ხდება რა და მაგიტო აი საცობების ყველაფერიც ერთ საბოლოო ბოლო თემაზე გადავიდეთ და მე წავიდეთ დასასრულისკენ ეს არახალი მომენტი აი ბელგიის პრემიერ-მინისტრი რას იძახის მოусმინოთ რა ჩვენ წლების განმავლობაში დამოკიდებული ვიყავით ამერიკაზე და ბევრ რამეს ვთმობდით მაგრამ ახლა იმდენი წითელი ხაზი იკვეთება რომ არჩევანი უნდა გაკეთდეს საკუთარი თავის პატივისცემასა და მორჩილებას შორის ერთია როდესაც ბედნიერი ვასალი ხარ ხოლო მეორეა როდესაც უბედური მონახა აი თავის პირდაპირ გულსერები არიან ნახეთ ეს დაპირისპირება ზოგადად ამერიკასა და ევროპას შორის ახალი ამბავი არ არის ხო ეხა აი სუეცის კრიზისი რო გავიხსენოთ ცოტა იქ სხვა რაღაცა მოვლენები იყო მაგრამ ნუ არის ძალიან კავშირში ამ რაღაცებთან 1952 წელს ამერიკელებსა და ნატოს მოკავშირეებს შორის კონფლიქტი ხო წარმოიშვა კონკრეტულად საფრანგეთს ბრიტანეთს და ისრაელს შორის. იმაზე ხა აღარ ვისაუბროთ იქ რა გეს გეგმებით ისრაელმა და იმას საფრანგეთმა რა გეს გეგმა დაისახეს 48 საათში რომ მოახდინეს მარტო სუეცის ოკუპირება და მე საერთოდ გაეროს სამშვიდობო ძალები მაგით შეიქმნა რომ ესენი აქიდან რამენერად გამოეყვანა და მან რა ხა ამერიკელებს რა პრინციპი ქონდათ რომ ეს საჯარო კოლონიალიზმის წინააღმდეგი იყვნენ მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესი ჰქონდათ ბრიტანეთის იმპერიის დასუსტება ხო და სუეცის არ
არხთან ბრიტანეთის ბაზა ქონდა, სადაც 80,000 ჯარისკაცი იყო იქ. და 56 წელს ამერიკას დაჯინებული მოთხოვნით ეს ბაზები დაატოვებინეს იქ ბრიტანელებს. და მე ამ კონფლიქტის მერე ამერიკა გახდა ეგრეთ წოდებული თავისუფალი ქვეყნების სოფლიოს ყველა რეგიონში, ანუ დაცვა საკუთარ თავზე, ანუ გავლენები გააფართოვეს და ეს კრიზისი რითი დაიწყო, რომ 52 წელს კორუმპირებული ფარუკი მეფე ჩამოაგდო ახალგაზრდა ოფიცრებმა ნასერის ხელმძღვანელობით, რომელიც მერე ნაციონალიზაცია მოინდომა სუეცის არხის, რომელიც წარმატებით დაასრულა და აი ამ კონფლიქტს მოყვა ეს ყველაფერი და იქ სამარცხვინო კრახი ამ საფრანგეთის, ბრიტანეთის და ისრაელის. ამერიკა ამათ ეწინააღმდეგებოდა მაგდროს და ამერიკის დახმარებით ასე თუ ისე მიზანს ვეღარ მიაღწიეს ამათმა და იქ სამარცხვინოდ შერწყდნენ. ეხაც იგივე ასე თუ ისე იგივე პროცესებია მიდის ხო, რომ აი მაქსიმალურად ცდილობენ რომ ეს ევროპა ბოლომდე გაანადგურონ და მეორე მსოფლიო ომის რო ვიყოთ, მეორე მსოფლიო ომის დროსაც ევროპა მაგიდაზე იყო მინუს სახით, ხო? იქაც სამი ანუ სამიკარად ამერიკა და საბჭოთა კავშირი და რუსეთი იყო, ხო, რომელიც ანუ პროცესებს მართავდნენ. და ნუ დიდი ბრიტანეთის და ეხა სურათები რო იდება, რომ პუტინის მაგივრად და სტალინის მაგივრად პუტინია და სინიპენი და ის რუზველტის მაგივრად კიდე ტრამპის სურათი რო ქვეყდება. აი ეს მომენტები ხო ახალი არაფერი არ არის, ხო? ყველაფერი იგივე პროცესები მიდის და იგივე ყველაფერი მეორდება რა და კიდე აი ტრამპს რო აქვს ის ინიციატივა ხუთი ახალი დიდი ხუთეული ჩამოაყალიბოთ იქ ვინ არის ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ამერიკა და მეხუთე ვაკანტურია, ხო და რუზველტსაც ჰქონდა ეგეთი მეორე მსოფლიო ომი რო დასრულდა 4 პოლიციელს ეძახდნენ აი ესეთი ის ჰქონდა რომ ანუ მაკონტროლებელები უნდა იყვნენ მსოფლიოსი ვინ მაგდაც იგივე სახელმწიფო იყო ჩინეთი, ამერიკა, ბრიტანეთი და და ისე რა ქვია საბჭოთა კავშირი, ხო? მაგრამ მაშინ იქ სტალინის წინააღმდეგ იყო მაგის თორე ჩინეთი არ იყო იმხელა ძალა და იმხელა რესურსები არ ქონდა რომ რაღაცა ეს როლი შეესრულებოდა და მოკლედ ეს აღარ გამოვიდა. და ეხლა რაღაცა ტრამპი რაღაცა დაახლოებით ჩემს რაღაცა იგივე რაღაცა სტრუქტურის შექმნას ცდილობს რა და მაკონტროლებლის ესე ვთქვა და აი რა ეს რა მომენტი ეს გულწრფელი კაცი კიდე აგერ იძახის რომ ბედნიერი ვასალები გვინდა ვიყოთ. ეს შენ ახსენე სოციალ თემები ბრიტანეთის გავლენები აი მან ბაზა კონდათ ამ სოციალ საფეს კონსენსუსის უდიდესი ბაზა თან სოციალ ქალაქია ხო სადაც შტაბინა იყო და მან ზუსტად მან მოხდა წმები მუსულმანების ორგანიზაციის ჩამოყალიბება სადაც ბრიტანული ფრანგული სპეცსამსახურები ერთად მუშაობდა და ფარუკი მეფე რო ახსენე ეგ არის მამლუქი მუჰამედ ბოლო მამლუქების დინასტიის მუჰამედ ალის შთამომავალი და შოთაშორის გენეტიკურ ტესტში ამომივარდა რომ ჩემი ნაცავი მესამე თაობის ბიზაშვილი გენეტიკურ ტესტი აკეთდება ჩვენთან? არა ამერიკაში და გეუბნებია ვინ არის შენი ნაცავი და კონკრეტულ პიროვნებებს და აი მაგ ფარუკის შოთაშვილი ამომიღდა და რატო არის საინტერესო ცნობილი იყო რომ ეგ ალბანელი მუჰამედ ალის დინასტია იყო ალბანელი მაგრამ ფემინაცავი გამოდის რომ კავკასია და ალბანელი იქ ცნობა არის ისტორიული იქ მამლუქების ხო იყვნენ ხო არა რაღაცა შეება სისხლის არევები ხო არა მაგათ არა და მამლუქები ძირითადად იყვნენ კავკასიიდან კი ბალკანეთიდან ცოტა იყო მაგრამ ნუ იქ სტოსი მიყავდა არა კავკასიიდან ხო არ მაგათ თქვენ რომ აქ რაღაცა ნათესაურის იყო იქ რაღაცა აღრევა ხო არ იყო არა ნუ აქედან ალბათ წაიყვანეს სტამბოლში როგორი ბავშვებს ყიდდნენ იპარავდნენ მე ალბათ მოხდა ალბანეთში და იქიდან შევიდა ეგვიპტეში და შეიძლება ეგ იყოს მოკლედ გენეტიკური მსგავსება მქონდა ამ ფარუკთან მაგიტო ყურში მოხდა მოკლედ ტრამპს ახლა ევროპა არის შავდღეში საშინელში რატოა შავდღეში და საერთოდ რატო ომობს ახლა იმიტომ ომობს რომ ხდება რომ მომავალი არ აქვს რესურსები არ აქვს დემოგრაფიაში ერხევა რატო ერხევა იმიტომ რომ დაბერდა რა 53 წელს გადააჭარბა მე მგონი საშუალო ასაკმა შობადობა არის კატასტროფული მდგომარეობა ხო ენერგია კვლავ-წარმოება მოსახლეობის არ ხდება, ნუ შეყავთ ეს იმიგრანტები, რომელიც ცვლიან და რეალურ არასტაბილ. რომის იმპერია როგორ დაემხო? რომის ისი ატილა იყო რომის იმპერიის ჯარისკაცი. რომის იმპერიის მოქალაქე. ნების პელატი. მოქალაქე.
ანუ შეუშვეს ეს იმიგრანტები, თვითონ არ იბრძოდნენ, აღარ შეეძლოთ და აიღო რომ შემდეგ მოკლედ ევროპაში სწორად დათვალეს პრინციპში, დათვალა შეუძლიათ კალკულატორის პოლიტიკოსები არიან. დათვალეს სწორად ის, რომ ევროპას მომავალი აქვს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ დაეპატრონებიან რუსეთის ბუნებრივ სიმდიდრეებს. და სადეს რა, ახლა სადეს, მაგრამ არ გამოძდით, ვერ გაკაჩეს. ბოლომდე შეყოლა ცეშინია. მაკინდერიც რა ეგენც რა ავიღოთ ახლა და რიმლენდი ჰარტლენდი მე რიმლენდი ეს სპაიკმენის და ეს ნუ ხოთა გვყავს ესაუბარ. ნუ მაგრამ ხო არა ეს თეორია მუშაობს. ხო არა ეგ მიზანია. კი ბატონო, მაგრამ ნუ ამათ ევროპელებს თვითონ გადარჩენის თემა უნდათ ამათ ხარჯზე. რუსების ხარჯზე. მაგრამ ნუ ვერ ჩამოშალეს და ეხა ამერიკელები მიხვდნენ რომ რუსები არ აგებენ. ამიტომ ეხა რუსებს კიდე მეტი დასუსტება კიდე რუსების ამერიკელებს არ აწყობთ, იმიტომ რომ ჩინეთის ნადავლი გახდნენ. და ამ დროს ჩინეთია ამერიკის პირველი მეტოქე და აქედან არ უნდა დაგებულის იყოს თან. მართლა ეხა ჩალიჩობს ტრამპი იმას რომ გააჩეროს ეს ომი რამენაირად და ისე რომ რუსეთი ძალიან არ დასუსტეს, მაგრამ უკრაინა შეინარჩუნოს როგორც აქტივი მომავალი კომბინაციებისთვის. რა გამოვა, როგორ გამოვა, დანარჩენი ვნახოთ. მთლიან ზღვა უნდა წამოიღოს მე მგონი რუსეთმა, და ისე არ ვიცი როგორ ზღვა თუ არ წამოიღეს, ხო ეგ კონფლიქტი სულ იცი რა უბლოკო სტატუსს და ნეიტრალიტეტს თუ მიაღწიეს, 2-3 წელიწადში უკრაინელები გონს მოვლენ. ჩვენთან როგორც მოხდა კრისტალიზაცია და ესე იგი რომ მივხვდით სად არის ჭეშმარიტება და შავ-თეთრი და ეს პროდასალური რომანტიზმი მოგშორდა და მითოლოგიაში აღარ ვცხოვრობთ უდიდესი ნაწილი ქართველი ხალხის. იგივე გზას გაივლის ახლა უკრაინელები უკვე გადიან უბრალოდ ეს არ ჩანს, იმიტომ რომ ეგ სამხედრო ხო დიქტატურა შეშია ხო ხალხი ვერ გამოდის ხალხი. ეგრეა ხო რა სექცია. მოგნე დასასრულისგან წავდით, იმდენი კიდე სალაპარაკო თემა ჩვენ რომ დავждოთ 1-2 დღე ვისაუბროთ, მე სხვა დროისთვის გავაგრძელოთ. კი ბატონო. მადლობა საინტერესო საუბრისთვის, მადლობა რომ გვეწვიეთ. მადლობა. მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით ჩვენ მომავალ კვირას და არ დაგავიწყეთ, ძალიან გთხოვთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, დროებით კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა კიდევ ერთხელ.